გაგიმარჯოთ მაყურებელო, გაგიმარჯოთ. ჩვენ დაგიბრუნდით ჩვენი მისაყოლებელი პოდკასტით და ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ადამიანი, რომელთანაც ერთად მსოფლიოს არცეთ კუთხეში არ დაიკარგებით. სოსო ნებიერიძე, იგივე სოსო Around the World. მადლობა სოსო. გაუმარჯოს, ბიჭებს, გაუმარჯოს. მადლობა რომ აქ ვარ. და მიხარია რომ შენ რაღაცა ძალიან აქტიურად გამოჩნდი უკვე YouTube-ზე შენი გადაცემებით და ძალიან უშემატკივრო ზმაო. დიდი მადლობა. ჩემზე თქვა ხო ხედავ შენ არაფერი. შენი ჯიქი ეგრე. ვიჯდები ძმაო. სოსო, დიდი მადლობა რომ მოხვედი გვესწრე. აქვე სანამ გადავალთ უშუალოდ თემებზე, აუცილებლად მინდა ვახსენო რომ მაყურებელს უღრმესი მადლობა იმიტომ რომ ძალიან მაგრა აქტიურობს, ძალიან კარგად კაი ტემპით მივდივართ 16000 გამომწერზე ვართ ამ მომენტისთვის. და აუცილებლად იაქტიურეთ ლაიქებით, კომენტარებით, ვიდეოს გამოწერით და აქვე შეგახსენებთ რომ ჩვენი არხის წარმოდგენი არის ჩიპსი ლუდისა, 100% ნატურალური ჩიპსი და ასევე ახალი სიახლე გვაქვს. შემოგვიერთდა ჩვენი მეგობარი ლუდი ბავარია. დღეიდან ის იქნება ჩვენი გვერდში მდგომი ლუდი. დიდი მადლობა მათ ამისთვის. გაიზარდე. როგორც ხედავთ გიორგი ძალიან აქტიურია. სხვადასხვა გუშინ მოვჩით ერთკვირიან ლაივს და აი ესე რაღაცა ვაწურინებთ. გიორგი, რამე რო გითხრა შენ შეგიძლია? სანამ სოსოს ვალაპარაკებთ. არა, მე სოსოს მაისურზე მინდა და აღმენიშნა უბრალოდ რომ რეალის გულშემატკივარი იყო არ ვიცოდი. ფეხბურთი რო უყვარს ვიცი, YouTube ლიგაზეც ვითამაშეთ და წავაგეთ. კარგად მახსოვს. მეც ვუდით. მე გამიხარდა სხვათა შორის იმის მიხედვით რომ არც ერთის მე არც სპარსა ვარ არც რეალი იდეაში ბავარიის გულშემატკივარი რეალისკენ უფრო სიმპათიები ვახდა ხო გამისწორდა რომ რეალის გულშემატკივარი ხარ უფრო ცოტნესაც გაუსწორდებოდა მაგრამ ფეხბურთს არ უყურებს საერთოდ მაგრამ მე მიხარია რომ ჩემს მაგას თუ უხარია მეც მიხარია ავტომატურად რა შემიძლია სხვა რო თქვა სოსო ხო ძალიან მიხარია რომ ჩვენთან მოხვედი პირველი იმ გენიალური არ ვიცი რა დავარქვა მაგას ვიდეოსა და იმის მოგზაურობის შემდეგ რა და აქვე კითხვა რომ კიმშენირმა რამდენი გადაგიხადა ფული პიარისთვის ხალხს აინტერესებს და თუ ექსკლუზიურად ჩვენ გადაცემაში კორეისტის რომანტიზებისთვის საკმაოდ კარგი თანხა ავიღე რა ბიჭო ბევრი იყო ხო ეგეთი კომენტარი რომელიც სხვა შორის ვიდეომდე ძალიან ბევრი იყო სანამ ძალიან ვიდეოს დავდებდი ძალიან ბევრი იყო ეგონა რომ რაღაცა ხალხს ეგონა რომ გამიშვეს რომანტიზებისთვის ამ ქვეყნის და მათი რეჟიმის, მაგრამ მე ვიდეო რო დავდე, რატომ იფიქრო რომ ეგეთი რაღაცა შეიძლება მოხდეს? მანდ. კიმშენილი ურეკავს სოშო და მოწონდეს. ჯიგა რეკლამა გამიგეთო საქართველოში რომ ერასუალე რა ის. ჩამო ერთი ჩამო. შეზე კაი ვიდეოებს იხებ. შეხვდი ხო თან რაღაც სუპრა და რაღაც ქონიათ ხო იქ? შეიხო ხო იქ რა საფურო კარს მიღმა. ბიჭო რა მე ვიდეოს რო უყურე, ანუ რომანტიზირება ახლოსაც არ იყო, ერთადერთი რაც შემომჩნიე რომ შენ რასაც ხშირად იმეორებდი რომ ძალიან პოზიტიური ხალხია თქო და მანდაც მეგონა რომ რაღაცა აიძულებენ რომ პოზიტიურები იყვნენ თორე დაგერხევათ თქო. ზოგადად აზიაში საერთოდ პოზიტიური ხალხი ხო? კინ სამხრეთ კორეაშიც და სხვაგანაც. ხალხია ძალიან საყვარელი, მაგრამ ნუ ეს დეპრესიული გარემო რეჟიმი ისეთი აქვს. ხო, დეპრესიული გარემო ვიდეოს, აი დეპრესიული გარემოა რაღაც ყველა ერთნაირ ფერში, ყველა ქუჩა თან ზედმეტად მოწესრიგებული იყო, აი ყალობად მოწესრიგებული იყო ყველაფერი, აი საცობი არ იყო. საცობი არის. აი პლუსი არის. მარტივად გადააჭრა. რა მე თანამდებობაზე თუ ხარ, ძალიან ასწორებს რა, მანქანის ყოლისუფლებაზე გაქვს და საცობია. მე რა ვერ შემომჩნია ისი ძალიან მოტოციკლეტი არ შემხვედრია თვალში არსად. მოტოციკლეტები მყავდათ მარტო პოლიცია. მარტო პოლიციელებს ყავდათ? ანუ მე მანდ რო დავბადებულიყო პოლიციელი გამოვიდოდი ალბათ. სხვა არ გეკნებოდა. რაღაც ის არა, ბაიკები ყავდათ ელექტრო რა. და ჟე ელექტროები? ვა. ჩინური. ბიჭო, რამდენად ის არის რა ქვია მაგას. რთული იყო აი რა მომენტი იცი, რომ შეზღუდული რო ხარ, ხო ხვდები აი შენ ვიდეოს რო უყურებდი რომ სკვერში იყავით სადღაც, სკვერში კი არა. ძეგლთან მე მგონი. აქეთ გადახვევა არ შემიძლიაო რო წავიდეო, აი ერთ გზაზე უნდა ვიაროო, თორე და ეგ ზოგადად მთელი ტურის მანძილზე
არ გაქვს რა უფლება რომ შენს გემოზე რამე გააკეთო შანსი ბატო ერთხელ ხომ მიაფსი შენ გემოზე რო ახვედი ხო ერთხელ გადაუხვიდა შენ მეჭიდო შაშოვანო რომ აპოსტა ბაზარი არ არის ეგ იყო ერთადერთი როცა გადაუხე მაგრამ ეგეც ვიკითხე რა მაგაზე წინერ ვიღობდი ალბათ რომ ხო სწორად მივდივარ და რაღაცა ხო ის ხო მაგარი პლუსი იყო ქართულად რო ბაზრობდი რასაც გინდა იტყოდი იდეაში და ეხლა მაგას არავინ მოგიდავებოდა თარჯიმანს იქ არავინ მოგიყვანდა ეხლა მე იმაზე ვიღადავე ბოლოსკენ არის თუ სწორად მახსოვს ყავას როზი ხარ და სვამ და დამკვირვებელი რო გიჩნდა ვითომ რომ სუ ეგრე იყო ყველა ეგრე გვაკვირდებოდა და ძალიან პირველ დღეებში ძალიან დაძაბული ვიყავი რა და რო ვიცოდი იმ ამერიკელი ტიპის ისტორია გეცოდინება ხო ეგ მეცოდი ეგ ერთ-ერთი გაბაზრდა და რაც არ გაბაზრებულა ალბათ ბევრი იქნებოდა აბსურდზერებიც მოხდა მეთქი რაღაცას გავსი არ დავაშავდა ძალიან უფრო მეტ ნახვას დადებდი რამე რომ მოხდარიყო რამე რომ მე როგორ წარმომედგინა იცი ერთ-ერთი მომენტია მეტროში რო ხარ რა და კარი რო იხურება და იქ ვიღაცა კაცი რო ხელს გიქნევს და როგორ წარმომედგინა იცი ეგ მომენტი რომ შემდეგ გაჩერებაზე რო ჩამოდის ეგრევე იჭერეს მაგდივის რა და всё ვიყავთ კოლონიაში სადღაც ძალიან და ის შედევრია გენიალური მომენტია რომ ცალკე ვაგონი რო ანუ მატარებელი რო მოვიდა ძალიან უცნაური ხელოდე სანამ არ მოვიდა ცარიელი არ შეგვიყვანს დიხანს მოგიწიათ ლოდი ხო რამდენიმე გაუშვეს რა ანუ იქ მოაყომარეს ეს აქ არავინ შედიხარ მაგარი ორგანიზებულია თუმცა ცარიელი ვაგონები აქ ტურიზმის ეგეთი უნდა ყველაფერი იყო ძალიან ორგანიზებული თან იმ ტიპზე ვიცი რომ იმ ამერიკელზე რაღაც დროშა სურათი იმას ქნა ფლაიერი თუ რაღაცა სურათი ჩამოხსნა რა სასტუმროში ჩემი აზრით და გადავაგდო ნაგავში არ ვიცი რატო გააკეთა ეგ მაგრამ მე მგონია რომ ნასვამი იყო იმიტომ რომ ყოველ საღამოს გვასმევდნენ რა ლუტს ხოთაშორის პაპში დავყავდით ხოთაშორის რაც დამაგდა შენ ვიდეოში ხო ცოტა მეტი რა ცოტა მეტი საუბარი ლუტზე ლუდი ცოტა ძალიან ვასებათ ლუდი და ყოველ საღამოს მე ყოველ საღამოს არ დავდიოდი მაგრამ ტიპები დადიოდნენ და სვამდნენ და მგონია რომ ალბათ ნასვამი იყო და მაგითო გააკეთა ეგ ია ეთყობა კიდევაც იმ ვიდეოში რაც არის ცოტა ისე მოძრაობს ხოლაზე ხარ მხიარულად და რაღაცა მე მგონია რომ ხიზელი არ იყო და შემთხვევით ჩამოხსნა და შემთხვევით ჩაუვარდა ნაგვის ურნაში პროსტა და გადააყო და შემთხვევით მოკვდა მე რომ ჩავიდა ამერიკაში ეგ რო არა ეგ ისტორია რო არა იქ ვერ გრძნობ რა მაგ საფრთხეს ანუ გგონია რომ ისე კარგად მიგვიღეს და ისე კარგად დაგვხდნენ გგონია რომ ყველაფერი ჩვეულებრივად არის და შეიძლება შენ შემოგერღვეს რაღაც მაგრამ ეგ რო გვაქვს მაგალითად უკვე ბიჭო თან ერთი მომენტი იყო ის კიმსენერი იყო ხო პირველი კიმირსენი ხო ეგ მენა ღმერთია ეგ იყო მაგის წინ შენ რო იყავი ვიდეოშიც არის მაგის სახმუზეუმში სადღაც რო ხარ და იქ რო ხალხი დგას რომ აი ყვავილები მიაქვთო და იმენ აშკარად კოლონით რო დგანან რომ მე მგონი ეგ ცალკე დაქირავებული ტიპები ყავთ რომ ტურისტებს აჩვენონ რომ აი ყოველდღე დადის ხალხი რა არა მართლა ყოველდღე დადის არა ბიჭო იქ ჩვეულებრივი გონი იდგნენ იმენ აი თუ რამე მნიშვნელოვანი ხდება სიტყვაზე შენ ოჯახში ან დაბადების დღე გაქვს ან ქორწილი გაქვს ან რაღაცა აუცილებელია რომ იმ დღეს მიხვიდე და ესე შენს ლიდერთან მოთაყვანისე და გაიზიარო ეგ შენი ბედნიერება არა საგიჟეთია ბიჭო საგიჟეთი თქვა ვიდეოში ხო ყვავილი რა ღირდა ბიჭო $5 ღირდა ყვავილი ბიჭო არა სხვათა შორის აი ხა ტურისტულ ადგილებში რაც ნახე ვიდეოში ტურისტულ ადგილებში $5 რაღაც ეგრე უწევდა საკმაოდ ძვირი ფასი იყო მაგრამ ბოლო სუპერმარკეტში რო შეგიშვეს იქ $5-ად საკაიფო ისინი მოუვიდა შეიცი რა მე ყავა და რაღაცა სხვათა როგორი იყო ყავა იქაური ნორმალური რა ვერ ახსოვანდი არა ხო რაღაც განსაკუთრებული არაფერი ხო იასნა ზმანები არ დაითრიე ქუდი დავითრიე ერთადერთი დროში მე აუ იმაზე გავგიჟდი სუპერმარკეტში რო დადის და ეს ალბათ ჩიპსი იქნება ეს ალბათ ვერაფერს ვეგებულა რა საიდან მეთქი რა ჩივას რეგალი რა გაუსწორდა ძალიან გამოუშტერდი რა ჩივას რეგალი რადგან სხვა რამე რო შეგემჩნია არა ბიჭო ანუ ყველაფერი იყო რაღაცა ჩინური პროდუქცია რაღაცა ისეთი და უცებ ბრახ ჩივას რეგალი იჩიტება მოდი შევთანხმდეთ რომ ცოტა მოულოდნელია არიელი გაიჩითა და ნო ისე ხო პირველ რიგში რესპექტი შენ იმიტომ რომ 3 წელიწადში იმდენი გააკეთე იმდენად ხარისხიან კონტენტს დებ რომ მადლობა ძმა 430,000 გაუნწერზე ხარ 34 მართლა აი ერთ-ერთი კი არა ფაქტია რომ საუკეთესო traveling არხი აქვს მადლობა ძმა შეუძლია რომ გაგვაუწო თავისი ვიდეოები და ძალიან ლამაზად აკეთებ განსაკუთრებით ამ ვიდეოზე შემიძლია ვთქვა რომ აი ისე მაგრა აჩვენე იქაური ცხოვრება რომ მართლა გეუბნები ანუ რაღაც მომენტში
დავიგრუზე, კაი გაგება, ანუ ვიდეო კაი იყო, მაგრამ დავიგრუზე რომ ვიგზენი, აი როგორი გარემოა იქ რა და როგორი ხალხის ის სტრესული გარემოა და მე მივები რომ გავაზრდა ჩემზე მე არ მქონდა იქ ინტერნეტის საშუალება რა 10 წუთი მქონდა მაქსიმუმ დღეში ისიც ძალიან სუდად მუშაობდა და ვერც ვნახულობდი რა მაგ ვიდეოებს და რომ ჩამიგდო ვიღაცა მე ესეთი ვიდეო გავაზრდაო ძალიან ბევრი ნახვები აქო ძალიან ბევრგან იდებაო და აუ წავედი ფიქრებში რომ მე მეთქი ხა ეს რომ მივიდეს ამათ ყურამდე როგორღაც რა ვიცი რა იცი რა ხდება შეიძლება აეროპორტთან ჯერ ხო პირველი დღეა თან და 6 დღე აქ უნდა ვიყო მეთქი ხო არ გადავა რაღაც პრობლემა არ შეგვიძლია მე მგონი პირველად იყავი ეგეთი აგრესიული ცხოვრებაში ოღონდ ნუ საჯაროს სივრცეში ბაზარია რა სიცოცხლეს ეხებოდა პრაქტიკულად და ეგ რო დავდე Instagram-ზე რა რომ დავდე მე გავედი რა არ მქონდა ინტერნეტი ერთი დღე ვეღარაფერი ვერ დავდე და შოქში ხარ ამ დროს ფიქრობ ჩემებმა რომ ნახის ოჯახში რა ესეთი რაღაც მე თუ მაგრა შეეშინდა და მე რომ აღარ ჩანდი არ მოიდგინე ძალიან ნერვიულეს და მე რომ შემოვედი გავგვიჟდით მაო რაღაცა პეტიციები და ის იყო შექმნილი რომ არ დადოთ ის არაკია ხო არა ნუ საშინელებაა წარმოიდგინე იქ არის ადამიანი და აქ ვიღაც დებილებმა ძალიან და გადაობა ის იყო რომ სასტუმროს ნომერში ვიღაცა მე დამირეკა რა წარმოიდგინე სასტუმროს ნომერში ხარ ჩრდილოეთ კორეაში და სახლის სისტემს რა რაღაც დუელ ტელეფონი და ეგ რეკავს რა აუ მეთქი უეჩელი გაფასდა რა დატრეული ვაკვე სიო აუ ეს ხელის კაკალი და შეიძლება სახელი გამოგდგომოდა მანდ რა პროსტა რა მათ ხო ის არის კომუნიზმი სოსოთქო რო გეთქვა შეიძლება სტალინი მან დაასეჩია ბიჭო ხო ნუ ახლა საბჭოთა კავშირის აშენებულია რეალურად ომის მერე მთლიანად მაგათმა აწყეს ყველაფერი თუ რამე გააჩნიათ და ეხაც იდეაში რუსეთი და ჩინეთი ეხმარება ხო მაგათ იდეაში ჩინეთი და რუსეთი რა მაგათთან ძალიან მჭიდრო კავშირი აქვს ვა იმაზე ვიღადავი კიდე სათფურებში რო წაგიყვანეს ექსკურსიაზე ძალიან სასწაულო რაღაცა იყო სათფური რო არის შენი საამაყო რაღაც იყო მაგათი სათფური აი ესეთი კიტრი მოყავს გენიალური იყო ძალიან არა ხათაშორ ზაგებრიელი კიტრი იყო და პომიდორი საჭმელები ვაფშე რაღაცები დააგემოვდა ძალიან კარგი ყვება ქონდა მაგრივაც ყოველ დღეს სხვა რესტორნებში დავყავდით, კაი საჭმელს გვაჭმევდნენ. მაგრამ მაგის ფონზე რომ კარგად გესწრებოდნენ რაღაცა, იმის შეგრძნება არ ქონდა, რომ ყველგან კამერა არის და ყველგან გითვალთვალებენ და კამერა როგორც ეგეთი მაგის შეგრძნება არ იყო, მაგრამ აი აბაზანაში რომ მაინც პირსახოც ეს იხურავდა რაღაცა ისე რომ აი კლადეგეთიც არა რა. ნომერში არ ამგონია, მე არ ამგონია ყოველ შემთხვევაში ნომერში რაღაცა კამერა ყოფილიყო დამონტაჟებული. სხვა შორის ის გამიკვირდა. თამაშის რო აჩვენებდნენ რეალი ვინც თამაშობდა არ მახსოვს ხო მაგრამ თამაში აჩვენებდნენ კი და ეგ შეიძლება კიდე ხო საერთაშორისო სასტუმრო ერთ-ერთი ეგ აქვს და შეიძლება მანდ იყო ჩართული ჩვენს გამო ეგ ვარიანტიც არის და ბევრი რაღაცა მგონია რომ ჩვენს გამოც გააკეთეს რა რომ ჩვენ გაგვიტანა ეგრე მე ჩვენს ქვეყნებში რა ნუ კაი შტაბეწილება რო დაგჭირს ხო საბოლოო ჯამში ხო და კიდე რაც დავამუღამე აქედან რომ ჩავედით შემოწმება იყო ბევრად მკაცრი რა აეროპორტში თუნდა ტელეფონები შეგვიმოწმეს რაღაცები შეგვიმოწმეს და რომ გავდიოდით მე მეგონა რომ კადრებს ნახავდნენ აბა რა გადაიღეთ და რაღაც საერთოდ არანაირი შემოწმება არ იყო გასულ რა უცნაურია ანუ რო გადიხარ მე მგონია რომ აი ფეხებზე კიდიათ რა შენ რაც გინდა დადე იმათთან მაინც არ მივა ავარია შენ რამე იქ არ შეიტანო რამე ისეთი რაც ბაზარი არა იმ ხალხს მე რაღაცა გაუჩენს პროტესტის მაგრამ მართვაში არ შეუშელოს იქ ხელი არავის არაფერსი და მაგრა კიდიათ ხო და შეგენგთან არ შეგეცოდა ხალხი მაგრამ მე მაგრა ჩემეცოდა აი რაღაცები ისეთი რაღაცები აკლიათ რომ ის ვარიანტიც არის რომ იმათმა მეტი არიციან რა და შეიძლება კმაყოფილებიც არიან თავიანთი ცხოვრებით შეიძლება მართლა რეალურად წამთ იმის რასაც აკეთებენ რა. ეგეც არიან, მაგრამ ესე ჩვენი გადმოსახედი ძალიან მეწოდებიან, იმიტომ რომ ძალიან შეზღუდულები არიან. ხო, აი ხა ბავშვებიდან რო იზრდები ისეთ გარემოში, რომ პირველი კლასიდან გასწავლიან, რომ ესეა, გინდა არ გინდა, ნუ ეგრე იზრდები რა. თან მან ხო განსხვავებული აზრი არ არსებობს, რამდენიც მე ხვდები, მაგრამ მაინც არის ვიღაცა ვის გარბის. ყველგან არის პროპაგანდა ვრცელდება და ეგრე იზრდებიან. ერთადერთი განსხვავებული აზრი ალბათ გააჩნიათ იმ ადამიანებს, ვისაც შეხება აქვს სიტყვაზე ჩინეთთან, ან რუსეთთან, არის რა, მაინც მიმოსვლა რა. ხო, და ცოტა განათლებულ ტიპებს, ვინც შეიძლება მთავრობაშიც არიან. აი ეგეთ ტიპებს მგონია რომ გაუჩნდება. გიდმა იცოდა ცოტა მეტი ხო შედარებით შენობებაზე. ხო არ მოგიკითხია მე.
არა ხოთაშურის ვერავინ ვეღარ მოვიკითხე ახლა კათიშულია უკვე გაუჩი ეს ტელეფონი აი გითან საუბარი ძალიან ისე რო გეკითხება რა აი რა საქმიანობ და იუთუბერი ვარ და იუთუბი რა არის აი მოგზაურობ სოფლიოს გარშემო და ეგეც რო არ იცის რა ეს რატომ მოგზაურობ სოფლიოს გარშემო ან კონტენტი რა არის ტიპებს წარმოიდგინე რამდენად შეზღუდული აქვს ყველანაირი ცნობა ინფორმაციასთან და აი არაფერი არ იციან გარეთ სამყაროს შესახებ რა პრაქტიკულად რა იციან აი იმაზე ვღადაობდით ან ძალიან რომ ბიბლიოთეკა და ის რომ ჩვენ რო იყო კადრებში და რუსული წიგნები როდებს რუსულად და ჩინურად ძირითადად და თავის წარმოება მარტო იმის მიხედვით სწავლობენ და იმის მიხედვით იციან ის იფილტრება რა იქ რა წერია და რა წიგნები შედის ეგეც ცენზურა რა თქმა უნდა ექნება თუ უძლიერად 4 არხი აქვს ხო მე მგონი შენ 4 არხი აქვს 5 და სულ ხო თავიანთი პროპაგანდა გადის საერთაშორისო ზარებიც არ შეულიათ და ძალიან ბევრი რაღაც არ შეულიათ. ოკეი, არც ცუდია, ბიჭო, კაი ფილმები გაგნანახი. აი რა კაი ფილმები გამოტებული ცხოვრებაში, რა. მუსიკას რო ვერ უსმენ ის რაც გევასება. მე მათაც კაი მუსიკა გქონდათ. გართობა არიციან, ანუ ვერ კლუბები რაღაცა ეგეთი ღამის ცხოვრება არ არსებობს. მე ის გამისორო, დალევა ევასებათო რო თქვი. შეიძლება მოდი. არ გაგიჩნდება. დალევა პრობლემა არ არის, სირავდელის გიდა. ხო, იქ უეჭველი ექნება იქნება, ეხა ეგეთ ქვეყნებში დეპრესიული ფონი სადაც არის მაღალი, ალკოჰოლიზმის შესაბამისად მომატებულია, მაგრამ მათ ხო მაგაზეც ექნება თაგრძალვა უეჭველი რატომაც ეგრე მგონია. თუ მე ეგრე მეგონა, მაგრამ არ აქვს რა, სვამენ, საკაითო. არა, მაგალი თუ ამოგიგდა ხრიტა, რომელიც აი გაგლეჯილი მშრალი, არა ეგრე. ანუ ლოთი რო ხო შეიძლება სიტრალეში ხო რა გაბეროს შეიძლება მაგითო არ სვამე და ხო ძექთარვანი მისულ ყვავილებს შორიდან ეს ხო ამის დუარს დაიჭერ მოკნია ბატ აუ არა ბიჭო ნუ ეგ მაგის თავისუფლება რო არ გაქვს რო როგორც გინდა ისე მოიქცეს აუ მან ისეთი დაზაბული ვიყავი აუ ძალიან და ვიღაცამ რაღაც ცოტა აუჩქარა ნაბიჯი და ნუ გარბი ხარ და აბა ესე და ძალიან აბასნი იყო მან ესე დადიოდა ყველა ვაიმე იმ გოგომ რაზე დაგპატიჟა გიდმა ნაყინზე კაი ნაყინი იყო არა უშავდა აი საბჭოთა ძველი საბჭოთა ის აი რაღაცა ეგეთი აი ძის გემო რო აი ზედმეტად აი ყველაზე ძალიან შემეცოდა ეგ გიდი მე რო უყურებდი ძალიან იმიტომ რომ აინტერესებდა აშკარად რაღაცეები ხო და ჩემს უფლება არ ქონდა რაღაცეები რომ ზედმეტად ეკით აი კითხულობდა ზედმეტს ჩემი აზრით არ ვიცი იმედია კარგად არის ახლა და არა კარგად იქნება მე მგონია რომ საერთოდ არა ინტერესებთ შერას დადებ რა აი ჩემი აზრით მე რა დავდე ხა იმას ხო აშკარად აინტერესებდა გარშემო რა ხდებოდა რა და ჩემი აზრით თარჯიმანი არ ყავთ ქართულიდან კორეულზე არ არის გამორიცხო რამდენი თქვი ის რა ქვია მე მგონი სადაც 9 კაცი თუ 10 კაცი თქვი რაც წლის მანძილზე გაქცევა სახერხებს ეხა ძალიან შემცირდა ხო მახსოვს რომ რაღაც 100 კაცამდე იყო და ეხა ხო ეხა არის რა ხო ერთეულები ხო რაღაც 10 კაცამდე არის წლის მანძილზე რომ გაქცევა იქიდან რომ გამორბი ხარ ბიჭო და მე უცებ ამ იმაში რომ შეხვალ რა ქვია რა თაით ავისუფლება და რაღაცა ისე წარმოიდგინე რომ ცოტა ჩიჩიტები რაღაც ძირითადად ხო ანუ შოქში იქნები ალბათ ხო მე რომ იმ სამყაროდან რო გადმოდიხარ უცებ ამ სამყაროში და მათ ხო ორი პონტია ერთი ან ჩრდილოეთ კორეაში გარბიან მეორე ან სამხრეთში ჩინეთიდან მე სადაც გინდა იგარბი ხარ რა ჩინეთში გაქცევაც არ არის მარტო ძალიან დავიბენი ჩრდილოეთ კორეაში ჩრდილოეთ კორეაში კი არა ხო და მან გავჭედე კაცო ან სამხრეთში გარბიან ან ჩინეთში გარბიან ხო ეგ უნდა ჩინეთში გაქცევაც არ არის მარტო იმიტომ რომ ჩინეთი გიჭერს და უკან გაბრუნებს ხო ჩინეთთან ეგ ისა ჩინეთთან ეგეთი მე ვიცი რომ პირიქით ჩინეთისკენ ბევრი არის ვინც იპარება და რაღაც ჩინეთიდანაც უნდა გაეგაძურე მე მგონი ეგრე ვიცი და იმაში რომ მოხდები სამხრეთ კორეაში რომ მოხდები ალბათ შოქში ხარ საზღვარზე სამხრეთში თუ მოხდი ხო სამხრეთი შეგიფარებს უეჭველი ნაუ რა ის ფილმი რო არის რა ქვია აფეთქება წარსულიდან გახსოვთ ბრენდან ფრეიზერი არ არის იმის რა ქვია რაღაცო დაეცემათ ისტრები წელი თუ რაღაც ამათ სახლს და მიწის ქვეშ იმაში რო არიან кайხარი ბუნკერში ხო მამას მაშინ როა მოდის მე რაღაცა 15 წლის მერე თუ რაღაცა ვაფშე შეცვლილი რო არის სამყარო რაღაც შეიძლება ეგეთ იმაში გაიჩითო უცებ რა რომ გამოდიხარ და იქნება წარმოიდგინე ანუ მაგათ რა დონეზე არა აქვს წომა არაფერთან რომ ანუ ეხა იქ შეიძლება მანქანის ტარება არ იცის 80% ხო იმიტომ რომ აზრი არა მანქანაზე ვერ ჯდები აუ რამდენი ქალაქში ვერ გადადიხარ ნებართვის გარეშე წარმოიდგინე რა ხალხს აგიჟეთია
ქალაქიდან აი მე რომ მომინდეს და წავიდე ქუთაისში და ვიღაცასთან უნდა შევატანხმო რომ აი ქუთაისში თუ შეიძლება რომ გამომიწეროთ ის რა ქვია უფლება წასვლის და თან ყველაზე მურტალი ველოსიპედით თუ გასახვიდე იმიტომ რომ აქ არ ყავს ან ფეხით ხო ან ფეხით ვაფშე ამის ლიდაოთი როგორ თქვა აი ქვეყანაში ვცხოვრობთ მეთქი რა აი აქვე დაიბადა კითხვა ნუ ეხლა საქართველოს რითი ჯობია სამხრეთ კორეას ეგ ხო ფაქტია ყველა ჩრდილოეთი ამ სამხრეთ კორეას საქმე და აი სამხრეთზე ვილაპარაკო ჯერ გაუტრაკე სამხრეთაც და იცი ეგ ყოველთვის მეშლებოდა ზოგადად ჩრდილოეთი სამხრეთი იმიტომ რომ მე ხო მარჯვენა და მარცხენიც გერევა შენ და არა სევერ არის რუსულად ის რა ქვია ჩრდილოეთი და სამხრეთ სევერ ხო გავს სიტყვები ერთმანეთს და მაგიტომ მეშლება ხოლმე ეს აქვე ჩემი ყველაფერს რუსეთია ისევ დამრაშავე რა მოკლედ რო გითხრათ ხო და ჩრდილოეთ კორეა რითი ჯობია საქართველოს აი რამე ასპექტი ჩრდილოეთ კორეა რითი ჯობია საქართველოს ხო რამე ასპექტი თუ აი რამე მომენტი თუ დაიჭირე ეგეთი რა აი მე თუ მკითხავ სისუფთავით ხო მე უნდა მეთქვა ეგეც და შენ ხო არ დაიჭირე კიდე ცალკე რამე ფასები უფრო დაბალი ხილი ბოსნეული აქვს უფრო გემრიელი ბიჭო რა სისუფთავით თბილისიც არ არის ცუდი რა ხო მაგრამ იმათ არ ჩვენ გვატარებდნენ შეიძლება ეგეც სუფთა ადგილებში მაგრამ ძალიან სუფთა იყო ეგის მგონია რომ მან ხო ყველაფერი ეგეთი არის რა რომ აი იმას გაუსწორდეს ზევით რა მგონია რომ ეგეთი ადგილები აქვს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ სისუფთავის რა შენი უბანი თუ არ არის სუფთა ვიღაცა ხო კურირებს ამ უბანს ტენის კამზე აი ჩვენთან წარმოიდგინე ხა თავისუფლება არის და მაინც სისუფთავია ანუ იმასთან შედარებით ბავშვობაში გვახსოვს ბიჭო რატო ის არ გახსოვს აი დღეს რომ მოვდიოდი ტაქსით ხა აქ გადაღებაზე ერთი 4 მანქანა ჩემს წინ აი ეგ ეხა პრობლემა არის ვიღაცა ტიპის შეგნების ამბავია ხო და ნუ იქ ძალით მოახვიეს თუ რა დავარქვა მაგას ხო იქ მაგას იზამდა ეგ შეგნება მაგრამ იქ ენას რომ მანქანა ვერ დადია რო გადმოაგდო შემართა ახაც ბიჭო მე ძალიან არ მიყვარს რა ბიჭოკია იმასაც რომ მოუწევ ჩავაქრობ და ნაგვისურნა თუ არ არის ახლოს ჯიბეში ვიდებ და როცა ამას წინებზე იქ რა ქვია ჭავჭავაძეზე მოტოციკლეთით მოვდივარ და ვიღაცა ტიპმა გამოისროლა და გამარტყა შიჩიმა ანუ იქიდან რომ გადმოვდო გამარტყა ნუ რა თქმა უნდა წითელზე რო გაჩერდა მიუყენე და ეთყობა სარკეში დაინახა რომ გამარტყა სანამ მივედი იქამდე იმდენი ბოდიში მომიხარა სანამ გავჩერდი აი მეთქი ძმავა რა ვაფშე არ უნდა ისროლო მეთქი და მე რომ მომარტყი პრობლემა არ არის აი გაღარქანათ რა ვინც გვიყურებს მე მინიმუმ მაგ ხალხმა რა საშინელება ის რომ მაინც არ ვესროლოთ ბიჭო არა საშინელება ხო ერთის მხრივ რომ კაი ხო ნუ ბიჩოკია რაღაცა ვიღაცა ეგრე ფიქრობს ვიღაცა ესე თulis ერთი მომენტი მაქვს ყველაზე მეტად რაც მეზიზღება საქართველოში ის არის რა ბუნებაში ეგ პრობლემა მაგრამ ეხა იქ ბუნებაში არ ყოფილიყარ არსად ხო არ მოგინებს ბუნებაში არა სათბურების გარდა არსად არ მოგზაოთ რაღაცა სათბურებში ვიყავთ ერთ-ერთ და გავსდით ქალაქს რა იქ იყო ერთ-ერთი დღე და გზაზე ერთი მანქანაც კი არ შეხვედრია რა ავტობანზე თან საკმაოდ კარგი ავტობანი აქვს არა გააფუჭებდა ის პერიოდში ფიზიკურად და გამიჯდა დროინდელი დაგებული გას გადაადგილების თავისუფლება ვაფშე არ ქონდა ხო არაფერი თუ შეგეძლო რომ მომენტ ხო არა ვერა სასტუმროში მიგიყვანებსო იჯექის სასტუმროში სასტუმროდან ვერ გადიოდი მაგრამ ნუ დილიდან საღამომდე სულ სადღაც დავყავდით ხო ანუ ის თემა არ ექსკურსიებზე დავდიოდი სადმე გადი გამოდი არ გაქვს თემა იქ იყო ერთი момენტი იყო ვიდეოში სურათებს არ გადავუღო ვიდეო ხო სადაც მაგათ კიმირსენის სადმე ფოტოან ძეგლი თუ დგას არ შეიძლება. Короче, ანუ რელიგია არ აქვს ტიპებს. გარი მაგათი რელიგია. ხო, რო თქვა რომ რელიგია ვითომ არ აქვს, მაგრამ ნუ ღმერთი იყავთ. ანუ აი ესეთი ფოტო რო გადაიღო ხა ეს ძეგლებიდო. და უკან კიმირსენი იყოს ძალიან დიდი პრობლემა. აუ, ხო არ გადაუ. ძალიან დიდი პრობლემა რა. ხო, ან შეიძლება სიგურილის ფასად დაგიჯდეს ერთი სელექცია იქ. და მაგ გაგვაფრთხილეს თავიდანაც მერეც და სუ. რამდენი დღე იყავი სულ? 6 ღამე. 6 ღამე იყავი. და რამდენი დღე იყავი დაძაბული? 7-ვე. ბოლომდე ვაფშე რა ჩახვედა, ხოდი ვერ. სანამ არ დაჯიგით ფრინაში და აფრინდა. აი მე რომ მქონდეს პონტი, ალბათ არ მაინტერესა, არ წავიდოდი რა. შენ ძალიან ის რა ქვია. მე ისეთი ბედნიერი რომ მივდიოდი რომ აი არა მე არ მჯეროდა იქ რომ შავედი არ მჯეროდა მეთქი. ჩრდილოეთ კორეაში ვერ მიასწრებდი რომ ამ ვიყავი. აი, აეროპორტიდან. ჩამოვედი. თქვენ.
აუ არა ძალიან გენიალური იყო. არა ვიდეო მართლა შედევრი. აუ რო დაგელია იქ და გაგეჭედა რა მაგარი ვიდეო იქნება. მაგიტო არ დადია. ტრალისოს რო დააბისი. კიმტენერი თუ ვიღა ჩემი ფეხები. მოდი ერთ. ბიჭო ის ლალის ვკითხავ რა ქვია. მან და იყო ევროპის ჩემპიონატი რო სხვანაირად სოფლიო ჩემპიონატი. სამხრეთში იყო ის იტალია და ესპანეთი რო გამოვარდა სამხრეთში იყო. ბრაზილიასთან რო დაამონტაჟეს რომ მოიგეს ეგ. ბიჭო ეგ კი მაგას ვკითხულობ თქო. ეგ მგონია რომ ეგ არ მგონია სიმართლე. რო ეგრე დაამონტაჟეს და კიდე ის რაღაცები დადის რომ 60 წუთი აჩვენებენ და რაღაცა ფეხბურთს. უფრო პატარა თამაშია იმათთან. უყურე და ნახდა 90 წუთი იყო რა ფეხბურთი. ეგ შენ იქ უყურე. საერთაშორისო იმაზე გამოდის სადმე? კი. ჩოფლიოზე გავიდა 2010-ში. პროსტა ის არის რა შეზღუდებით. ხო მოიგეს თან რაღაცები იმათთან მოუგეს. ძალიან ადრე მოუგეს იტალიას 60 და რაღაც წელს არ მახსოვს. 60 და რაღაც წელს არ მახსოვს. ანუ ეს გასაგებია რომ შედევრია ეს ვიდეო და ხო სხვათა შორის ის 1.400.000 ნახვა ხო? ბიჭო არ ველოდი სხვათა შორის. საღულს მე მგონი ლოიტკორია რავი რაც არ უნდა გადაიღო მაინც დადებს ნახვებს რა ისეთი ქვეყანა მაგრამ ამდენს არ მოველოდი თან ესე უცებ. იმან დაბუსტა მაგრამ პოსტმა არა პოსტმა რო დაწერა რომ თქვენო ბიჭო მაგრამ ლალის ძალიან აინტერესებს მოხში ხალხსაც აინტერესებს ძალიან ჩრდილოეთ კორეის მონეტიზაცია რამდენი დაწერა ვიდეო ხო სხვათა შორის ძალიან ბევრს აინტერესებდა ეგ ნახვები იმდენი ქონდა რომ და 100-საც და ხო 100,000 როგორც იქნება 100,000-ობით აი თქვენ რა გგონიათ აი რას დაწერდა აი შენი მე გამოდი გამოვიცნოთ 1,400,000 ნახვა აქვს 5-მდე დოლარი რა 5-მდე სადღაც ეგრე მგონია 5,000-მდე 5,000 ერთი ვიდეო არა ეგ მეორე მგონია მე ბიჭო ნახვის დროც ძალიან კაი არა watch time-ი დიდი ექნება მაგას დარწმუნებული ვარ იმიტომ რომ მეც რო ჩავრთე თავიდან ბოლომდე ჩაოლებრივად უყურე გადახვევის რაღაცების გარეშე მოდი მე ვიტყვი 1800 ხო მაგდენი დაწერა საერთოდ ოტრის 5,000 მართლა ბიჭო არ მეგონა მაგდენს თუ წერდა მაგრამ ეგ სწორი თქვა რა დროა დაამშლონ ვიდეოა და ის რაღაც მაგრამ მაგდენს თუ წერდა პროსტა არ მეგონა მაინც მეც არ მეგონა სხვათა შორის შენ რო გონი ერბო გონია ვიდეოებს ბიჭო ხე უცებ იმაში გადავიანგარიშე რა სხვა რაღაცებს რო უყურებ უცხოურს მაგალითად და დიდი ვიდეოები და რაღაცა მაგდენს უწერს მათ მე $5,000 მე ხო რეალურია ეს ხო საქართველოს ეგეთი რაღაც არ მქონია ეგეთ შემთხვევა და მეორე ტურიც უნდა გააკეთო ეგრე რო წერდეს ყველა ვიდეო აღარ მინდა ძალიან მაგარია და კი და ეს ერთი და სხვა მრავალი ძმაო წარმატებები მაგრამ რაც უფრო მეტი ვიქნებით YouTube-ზე კარგი არხი მგონია რომ მონეტიზაცია გაიზრდება რა თანამედროვეობაში და ეხაც ასე თუ ისე გაზრდილია კარგი არხები საჭიროა, კარგი გადაცემები საჭიროა, ყველასთვის, ყველას წისქვილზე ასხამს წყალს. ნამდვილად. ყველაზე ძვირიანი და ყველაზე იაფიანი მოგზაურობა რა იყო შენი და სად რომელ ქვეყნებში აი? ყველაზე ძვირი იყო, ამერიკა ხოლმე ყოველთვის ძვირი. ლოგიკურიც არის. ძვირია. და ერთ-ერთი ყველაზე ძვირი იყო ეთიოპია. იმიტომ რომ 10 დღე ვიყავი და საკმაოდ ძვირად ღირებული მოგზაურობა გამოვიდა, იმიტომ რომ ამ დღეში ბევრი რაღაც ვნახე რა. თავის გადაფრენები, გადმოფრენები, გიდები და რაღაცა უნიკალური გამოცდილება მივიღე. და დაჯდა ძალიან ძვირი თუ გეტყვი რამდენიც დაჯდა და ნუ დაახლოებით შეგიძლია. სადღაც $7,000. აი ეხა იაფად სად გავერთოთ ეგ გითხარი. შეიძლება რომ იაფად აქვე თბილისში. გადაუხვევ მარცხნივ. იაფი ქვეყანა? ანუ იაფი და ზოგადად მე მოგზაურობა. შენ სად დაგიჟდა ყველაზე იაფი? ყველაზე იაფი, ალბათ კვიპროსი. ხო. გადაფრენა იყო იაფი, ვიზი არის. ხო, აქვე არის თან და იქაც ხა არ არის ძალიან ძვირი რა. საბერძნეთიც ფასები არ არის და სალონიკში მაგალითად 39 ლარად ვიყიდე ბილეთი თუ არ ვწდები. აუ ეგ აი ის არის რომ კაი ფასებში დაგეცემა ხოლმე ბილეთები. ჩვენ ვიყიდეთ ეხა მივდივართ იქეთ თვეში ჰოლანდიაში ჩვენ რა გუნდი შემეყიდა. ის რა ქვია არ იყიდა უფრო სწორედ. 100 რაღაც ვიყიდეთ რა. ვარად? არა, ევროთ 100. მაინც იაფია. 140 ევროთ ვიყიდეთ და ეხლა იმენად გაძვირებულია რომ
ნახევარი ფასი კი არა, უფრო ნაკლები გამოვიდა მე მგონი რაც ვიყიდე. ერთი 300 ევრომდე არის ახლა ასული ფასები რა. ძალიან საგიჟეთია და წინასწარ რაღაცებს რო ჯავშნი, ნუ აგრა ასწორებს რა. შენ ეგრე გააქვს ხოლმე გათვლილი, ჩამოწერილი რაღაცა გეგმა. მე შეიძლება ახლა დღეს უცებისე დავგეგმო რომ 3 დღეში რაღაც წავიდე. ვა. ეგეც მაგრა ასწორებს. მაგას უფრო მოამია ხო რა. ვიდრე აი 2 თვის მერე რო გაგეგმო და რო ელოდები. 2 თვის მერე რო გაგეგმა შეიძლება რაღაცა იქამდე სანამ მიხვალ დაგეზაროს, გაგიტრუხდეს, არ მოგეწონოს რაღაცა. ეგ ექსპერიმენტად რო ვაკეთებ, ბევრად უფრო სახალისო იქნება შენთვისაც და კაი ვიდეოს გამოვა მე. ხო, ვიდეო მაგარი გამოდის, იმიტომ რომ შენ დაჟიტირებული ხარ. უცებ რო გინდა რაღაცა უფრო მუღამიანია. სპოტიშოვის ძალიან რაც მე სიამოვნა და ძალიან რაც გამიხარდა, შენ ვიდეოს რო უყურებდი, ძალიან ბევრი კომპანია დაგიდგა გვერდით ამ ყველაფრის კეთების დროს, ხო? და ეგ რთული პერიოდი იყო ეხლა რა, წინ ალბათ 2-3 თვე და ეხლა უკვე ისევ გამოჩნდნენ კომპანიები და დაზღვევა ყავდა ხო ერთ? დაზღვევა ყავს კი. ეგ ყავდა მანამდე თუ ეხლა შემოვიდა იმ მომენტში რო გაიგეს ეხლა ეს რამე მოხდა მაგრე გავარდებაო და აი დასაზღვევი მოგზაურობა იყო. არა მან უეჭველი გიწევს ხო? მაგის დაზღვევა თორე ძალიან მაგარია ბიჭო, ამდენი კომპანია. არა აი ახალი კომპანიები რო შემოდია რომელიც აქამდე საერთოდ არ იყო YouTube-ზე, ეგ ძალიან მიხარია და ასწორებს ძალიან. თან ძალიან ხარჯიანი კონტენტია, აი ესეთი ვიდეოები, აუ ძალიან ჯუჯდება რა, ესეთი ეგზოტიკური ხელთან არის დაკავშირებული. და შენი პირადი კომპანია რა, სამოგზაურო კი არა და როგორ არის სწორედ ტურისტული კომპანია Around the World რაც არის შენი, აი აუცილებლად მეგობრებო მადლობა. იმდენი ქნეს რომ კორეაში გაუშვეს, მოდი არ ვიტყვი რომ კორეაში კიდე არ შემეშალოს, კაი ჩრდილოეთში. სამხრეთში შეგვიძლია გავუშვათ. სამხრეთში შეგვიძლია. უფრო მარტივად. მოკლედ აუცილებლად გავუკეთოთ რა. აუცილებლად მიმართეთ Around the World ტურისტულ კომპანიას და ყველაფერში დაგეხმარებათ თუ რამე გეგმა გაქვთ დასახული რომ სადმე წახვიდეთ, იმოგზაუროთ რა. კარგად მიდის მომან საქმეები. კი, სხვათა შორის შვენივრად. ძალიან კაი. აი შეიძლება ჩავარდნილიყო ბიზნესი კორეაში. როგორ მოხდებოდა კაც მარიცის. კიდე კაი ვიდეოებით ჩაიარა ყველაფერი. დაზღვეული ქონდა. დაზღვეული იყო, აზღებდა ჩემი სპონსორი. აი ხსოვს მიდის ახლა ფინალზე ხო როგორც ვიცი. ხო. ფინალზე მივდივარ, ჩემი შვილი მიმყავს, დავპირდი რომ მეთქი კვარა თუ გავა უჭველი წაიგო. რამდენის არის? 9 წლის არის. აუ ეხლა ძალიან ის იქნება ხო თან. ძალიან ბედნიერია. უჭველი PSG-ს გულშემატკივარია. რეალის გულშემატკივარია, მაგრამ კვარას პუნქტში ეჭიდავები შენ მაგაზე რომ თავისით გახდა სხვათა შორის. არ არის გამორიცხული რომ კვარა ვიხილოთ რომ მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ რეალში ვიხილო ერთხელ. რატომ ასე? არა ეხლა წაწურიდებ. ჯერ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა. მაგრად მინდა რომ ეხლა მოიგოს, აი ძალიან რეალსაც რო ეთამაშებოდეს ეხლა მე კვარას უგულშემატკივრებდი. ჯერ ჩემი და მე სხვები. რა თქმა უნდა. ბაპე ხო ეს კომენტარები სოსოს ვიდეოს ყვე, პირველად ნახე საიქიდან დაბრუნებული ადამიანი. ეგრეთ სულაც არ ყოფილა საქმე როგორც აღმოვაჩინეთ, მაგრამ ხო. თან დაზღვევა ქონდა. მოდი შევთანხმდეთ რომ დაზღვევა ქონდა. საიქიაში დაზღვევენ. კიდე კი ცხოვრობდი აქ, ჯანდაბაში წასვლა დიქტატურა. ბიჭო. ეგ სხვათა შორის ვერმა დაწერა რა, რომ სიამოვნებით ვიცხოვრებდიო. არა რანაირად. იმიტომ რომ სიმშვიდეაო რაღაცა მანქანები არ დადიანო გამონაბოლქვი არა. შენ ჩვენ დადიხარ მე მანქანა. მე საცოცხლში მერჩევნია ვიდგე და მანქანა მყავდეს. არ მყავდეს რავი. რა ხდება? აუ ტროტუარზე რატომ არ უყენიათ ავტომობილები ამ ჩამორჩენილებს? ჯერ ეგრე ვერ განვითარდნენ. აგზავლია მანქანის ყოლა თუ არ ხარ საჯარო პირი. ბიჭო ის ხო ის გამიკვირდა. Range Rover-ი რომ მიდიოდა ერთ კათხში. Range Rover-იც იყო, ეს კლასები კი იყო. საბჭოთა მანქანებიც იყო, ხო, ჩვეულებრივად რაღაცები შემომჩნია და ვიღაცები. ანუ ეგეც იმის მომენტში იქნება იერარქიის მომენტში რა ზემოთ თუ ხარ, ყავს რაც გაგისწორდა. მადაც იგივე თემაა, ხო, არსებობს. ანუ საშუალო ფენა პრაქტიკულად არ არსებობს, ხო, ალბათ, როგორც ეგრე იქნება. დიქტატორულ რეჟიმებში რა. ზედაწრეში თუ ხარ, სავარაუდოდ გაწყობს დიქტატურა და ხელს უწყობდა და ფეხებზე კიდია ყველაფრის უფლება გაქვს შენ. არანაირი კონკურენტი არ გეყოლება, იცხოვრებ ისე როგორც გაგისწორდება. რატო? წაიკითხე ცოტა. რას ვეჟი ეს რაზე წერს? თვითონაზე. სოსო გორსი ჩამო, თუ რამე განსხვავება ნახო.
ავთარაღი რამდენი ლაიქია. გორში განსხვავება ისე რომ მანქანის ყოლა რაღაც ისეთ ძალიან მოვლილი მანქანის ყოლა კულტურა აქვს. მაგრამ სხვა დანარჩენში ვეთახმები. სოსო რატომღაც კიმის ვარცხნილობით რომ ჩამოსულიყავი. ფანტასტიკური შორის ეგ გავიფიქრე რა იქ ვიყავი. მე რო სალონში რო შეხვედი. ხო, ვარ დავწუხო და ვაწყლო. არა გადავიფიქრე მე კი ამის გამო. აი ზვირი კი გამოგართვა იმაში რაც გაგიკეთა. წვერი გაგისწორა, პროსტა აშკარად ესეოდა ქვემოთ, ხო? დაჯიგრულად გამოგაცილებდნენ ეხა ეგ ვარცხნილობა რო გაიკეთებინა. საკითხული მქონდა რომ რაღაც არ შეიძლება მარტო კი მიატარებსო და არ ვიცი ხანდერად მართალია, მაგრამ არ გაურისკე. ქართველი სოსო ათვალიერებს იმას, რაც ქართველმა სოსომ ნიჭანიშა 70 წლის წინ. ეგ ჩვენც დავაფიქსირეთ ეგ მომენტი. სხვათა შორის იმაში ვიყავი ომის მუზეუმში, რომელიც არ გადაგვაღებინეს რა შეიძლება და მან ჰქონდათ ფოტოები რა სტალინის და ლენინის. საკმაოდ ბევრი. ძალიან ევასებათ ხო იასნა. მაგათვისაც ნეტა ჩვენი ქვეყანაც ასეთი იყოს, ჩვენი წერია. ჩვენი ქვეყანა ასეთი ვერ იქნება. ბედნიერება იქნებოდა საქართველოსთვის. ვერ მოგალთმევთ. ეს რეალურად დაიწერა. მაგით წავიკითხე ეგრე. როგორც ეწერა რომ არა ეს ქვეყანას ასეთად არ ვაქცევთ. მე დაგვიფაროს. კიდე რა მაინტერესებდა, აი რას მირჩევდი ქვეყანას, სადაც ანუ მე ხა კლუბი, ბარი რაღაცები მისორდება და აი შედარებით კაი ფასებში, სადაც შეიძლება რომ გამოთხრეს. გამოუთხრე. ბიჭად, ბარები დიდად არ ვიცი რა, მე არასწორ კაცს ეკითხები. ალბათ აი ღამის ცხოვრება სადაც გინახავს რომ არის აქტიური რა, აი იბიცა ძმაო. იბიცა, მაგრამ ეგ ბიუჯეტური არის? არც ისე. არც ისე. ბერლინი, კი ბატონო. ბარსელონა. ჰოლანდიაში რო ვიყავით. შაშან ამსტერდამში იყო ხო ღამის ცხოვრება იყო. ნუ დალევა ძალიან ძვირი იყო. ეინდჰოვენში იმენა 9 საათი გახდებოდა თუ არა всё. ეინდჰოვენში ხო, მაგრამ სადაც არ უნდა იყო, ჰოლანდიაში დალევა ძვირია ზოგადად. კი, ზოგადად ბარში და იმაში ხა ისე არ უნდა იქ ბევრად იაფი არის მარკეტებში და რაღაც რო დაითრიო რამე, კი ბევრად იაფი, მაგრამ ისე ძალიან ძვირია ხო. რა სიტყვით ჩეხეთზე? ცოტნესთვის. ჩეხეთში ვარ ნაყოფი 1-12 წლის წინ და არ მახსოვს, არც იუთუბერი ვიყავი, არც ბლოგერი არაფერი. პროსტა მაგაზე გავიგე მაგაურობაზე რომ ცოტა ისა აქვს რა. რასისტული სწორი არ იქნება რა თქვა, ნაციონალისტური შეხედულებები აქვს ტურისტებზეო რა. რაღაც არევასება თოდი და თო ზოგიერთი ბარია სადაც საერთოდ ტურისტს არ უშვებენო და ეგ. ხო, არ ვიცი, ჭოლის ზონაზე გავიგე ეგ მომენტი და ეხა არ ვიცი რამდენად რეალურია და მაგით ესე გადმოცემით ვიცი რომ კაი გართობა არის მანდაც. შესამოწმებელია ცოტნე. გასატესტია. უნდა გაიტესტოს. მანდ კაი ლუდები დასმიან. აი მე ვერ ვარ ხა ისეთი ლუდის მოყვარული როგორც შენ ვერ გეუნები რა ხო რთულია რომ რაღაც კონკრეტული ყველგან არს ამ ლუდს და მაგიტო არა უშავს მაგრამ ჩვენთან შეგვიძლია დალიო ლუდი იმიტომ რომ ჩვენი მეგობარი ლუდი გახდა ბავარია და ასევე ჩვენი ბავარია მაგარია ჩემსი ლუდისა იქ სადაც ლუდია გაგიმარჯოთ მეგობრებო ხო მოკლედ გვაქვს ესეთი შეჯიბრე სადაც უნდა ვთქვათ ტოპ 10 საძულველი სახელმწიფო სოფლიოში. მანამდე ნახე სოსოს როდის გაქვს დაბადების დღე? 28 აგვისტოს. მეტი მაისაკი არ არის. ნუ რას უკაცრავად? ნუ რას უკაცრავად რამე? სხვა რამის გამო უნდა დავლეთ 20 სპეცნაზის დღე. მიყო თუ დავლიო ამის გამო არ არსებობს მაგრამ კიდია მარიამობა და სოსოს დაბადების დღე დავტოვოთ აი ორი ბიზნესი გვაქვს ვიდრე მოგვივიდა ლალისგან ინფორმაცია რომ გლობალური გამოკითხვა ანუ არ მიდის კონკრეტულად საქართველოს გამოკითხვა არ არის ზოგადად და ტოპ 10 ყველაზე საძულველი სახელმწიფო თითქოს თომას დაუთმობდი რა თქმა უნდა იმიტომ რომ უნდა რომ მიაგინოს თან ერთ ქვეყანას დაუშვი ტოპ 10 რა თქმა უნდა რუსეთი არის ამ სიაში და რუსეთი არის მესამე ადგილას. მესამე ადგილას. გაგიკვირდება და ეგრე. და კიდე ერთი ქვეყანა ვიცი, სოსო იყო ეხა. ვისაც ევასება და ეგეც იქნება აუცილებლად. ჩრდილოეთ კორეაც არის ამ სიაში და გაგიკვირდება და მეთქი სამხრეთ სიტყვის მეთქი მაგით. გაგიკვირდება და მეოთხე ადგილას არის. მოდი ბელარუსია იყოს. სამწუხაროდ ბელარუსია არ არის. არ არის? მოდი მე ვიტყვი ჩინეთს. და დაჟე პირველზეც იტყვი. არა, პირველზე არ გასულ ჩინეთის სიაში იქნება მეტი. არა, მართალი ხარ, პირველზე არის ჩინეთი. პირველზეა? მართლა? ნუ აი უეჭველი იქნება ინდოეთი. უეჭველი იქნება, მეც ეგრე მგონია. კი ბატონო, ინდოეთი არის ნამდვილად და ოღონდ მეათე ადგილას. მართლა? ძალიან დიდი ალბათობით ამერიკას იქნება.
კი, ვაჭო. გუნდიშა მაგრა აწურიებს ამერიკა არის მეორე ადგილას, საღოლ გუნდიში. საფრანგეთი. ძალიან არა. აი მაგალითად ინდოეთი რო არის მე-10-ზე, ვინ შეიძლება რო იყოს? მაგალითად პაკისტანი. მაგალითად პაკისტანი მე-6 ადგილას არის. რა მართალი ხარ შენ? ჩემი თქმა იყო პაკისტანი. არა, კაი. ანე ვეგას დავი. ირანი. პაკისტანი არის მე-7 ადგილას. იაპონია. არა. ჩრდილოეთ კორეელებს ეძებდა. ხო, მეც მეგობრები რომ იქნებოდა სიაში მაგის გამო, მაგრამ ჩრდილოეთ კორეელები ბევრნი არ არიან. ალბათ და თან მან გამოგიყვას ვინ ჩაატარებდა. მე მგონია ეგ უფროა მიზეზი. ისრაელი იქნება. შენ თუ არ ჩაატარე სხვა ვინ? ისრაელი არის, მართალი ხარ, ისრაელი არის მე-5 ადგილას. ერაყი? ხო. კი ბატონო და ერაყი არის მე-8 ადგილას. ვერ ვიხსენებ ვერაფერს. სირია? სირია. არა, გუნდიშას მიაყენა უბრალოდ შეურაცხყოფა განა რაღაცა, მაგრამ სწორი ხარ, ამ დროს მართალი ხარ, ნამდვილად ეგ ქვეყანაა. და სოსო მოიგო თუ ფრედამთავრდა. ჩემი აზრით ფრედამთავრდა, მაგრამ მე დავლებდი ვინ. ფრეს თუ მთავრდება, სოსო ესეთ წესი გვაქვს, რომ სვამს ყველაზე ლოთი იღებს და სვამს. აი, მოდი, ხა. თანახმა ხართ სამივე? სამივე ვათანახმა ვარ. დავაი. დავანახოთ ხალხსაც. ჩემი აზრით სოთლეს გაბარიტების გამო ვერ გაგცდა. ყველანაირად არ გამოდია. სოსო, შენ გაგიმარჯოს, შენ საქმეს გამომარჯოს, რასაც შენაკეთებ, ეგ არის მართლა უმაგრესი რამე, ძალიან საინტერესოა და ძალიან, რა ვიცი, აი უმაგრესი გასართობია, როდესაც გვაქვს ქართველებს საშუალება, რომ შენი დამსახურებით უყუროთ ესეთ მაგარ კონტენტს, გავიცნოთ სხვადასხვა ქვეყანა და შენთან ერთად ვიმოგზაუროთ მსოფლიოს გარშემო. დიდი მადლობა სოსო, შენ გაგიმარჯოს და მადლობა რომ YouTube-ისთვისაც ძალიან კარგია. რო შენადრია იყავი. YouTube-ზე რო ხარ და რაღაცა ძალიან კარგია. ბევრი YouTuber-ი არ არის ესეთი, ვინც ძალიან წინ წევს YouTube-ს რა, რაღაც კუთხეებით და მაგონჩი კაია, დაზღვევები შემოვიდა. ეხა კიდე რაღაც ახალ კომპანიებთან მიდის საუბარი, ნახოთ. ამას აჩემებულია თუ დაზღვევა. ბიჭო, გამეცინა ძალიან რო უყურე და დაზღვევა სპონსორია ძალიან ვიხალისე მაგაზებში. მეც დამჭირდება დაზღვევა. ეს თუ გაგძელდა. კაი, ეხლა რაც გვინდოდა რომ გვექნა, community post-ი დავდეთ და ვთქვით რომ ჩვენი სტუმარი იქნება დღეს სოსო. და გთხოვთ თქვენი კითხვები გამოუშვითო და მოდი წავიკითხოთ, ეგ არის ხო? საკმაოდ კარგი აქტივობა. წავიკითხოთ რა კითხვები აქვთ მაყურებელს, ჩვენს მაყურებელს შენთან. სოსო, ქონია შემთხვევა, როცა კამერა გამორთი და რაღაც უფრო საინტერესო მოხდა? კი, ეგეთი შემთხვევა იყო გამორთი არა, უფრო გამომართვევინის. ეხა. ნიგერიაში რა. მე მეგონა ეხა აქ იტყოდი რა, კორეაში არა. ნიგერიაში რატო გამოგართვევინეს რა? ნიგერია უფრო სახიფათო იყო, ვიდრე ჩრდილოეთ კორეა. იქ შეიძლება ვიღაცა გასულიყო პირდაპირ ძალიან ის. 10 კაცი დაგვადგა და ეს რა ქვია, თანხას გთხოვდა რა, ტელეფონი წამართვეს და ნუ მე თანხაში გადაუცვალე ჩემი ტელეფონი და ეგ შეხლა შემოხლა რაღაცები ვერ გადავიღე და ვერცე მეტო. ბიჭო ბერნი იყო. ეგეთ ქვეყნებში როცა ხოლმე მე და გუნდიშა წაგვიყვანე. ვის? ტელეფონი კი არა, ფული კი არა. და ჩამოკიდება სადმე სამივე ერთად მერე და სადმე ნიგერიის გარეუბანში. რომელ ქვეყანაში იგრძენი რომ შენ სიქაური ხარ? მაგას ზოგადად ნიგერიაში და კორეაში არა. ჩრდილოეთ კორეაში ყველაზე კომფორტულად სადიგზე. ეგ გზნობ თავს საბერძნეთში, საბერძნეთი ძალიან მიყვარს რა. უნივერსიტეტში ვსწავლობდი ბერძნულს. საზაფხულო პროგრამებზე დავდიოდი საბერძნეთში ძალიან ხშირად და აი რაღაცა ძალიან ჩემი ქვეყანა და ძალიან მიყვარს. ბერძნულად რო გაკვირდები რაღაცნაირად ბერძნული რა. ბიჭო, რაღაცა სვეჩი გეუბნები რაღაცა გავს რა. ბერძნულად ლუდი როგორ არის? ბირა. აპირებს თუ არა ახლო მომავალში სადმე შორს მოგზაურობას. თვარეზე ან სადმე? თვარეზე. აი მარსზე ვფიქრობ რომ ილონ მასკი რო აპირებს. მოვისმინე ის ყველაზე შორს, აი ყველაზე ის მიუვალ წერტილში სად იყავი? ვიყავი აი იმაზე რა ქვია, ალასკაზე. ყველაზე ჩრდილოეთ წერტილში. ეგ იყო ყველაზე შორს სადაც ყოფილა. და შემდეგ ახალ წელს მინდა წავიდე პირიქით.
ყველაზე სამხრეთისკენ. ყველაზე დაბლა წერტი. მან დაბლა არა, მაგრამ სადაც პირველი დგება ახალი წელი რა. კუნძული არის პატარა. ბატიკოს. და მან მინდა რომ შევხვდე ახალ. ეგ რომელ იმას ეკუთვნის? ეგ არის სხვა ტონგა არის, მაგრამ ტონგასთან ძალიან ახლოს არის. სხვა რაღაცა ქვია უეჭველი მახსოვს. მე მეგონი ხო. მოკლედ რა, იმენა საინტერესო კონტენტს თუ მიზანი ყველა ქვეყნის ნახვა, მაშინ რუსეთში მოუწევს წასვლა. თუ არ აპირებს. რუსეთში ხო არ ვაპირებ წასვლას, იქამდე სანამ ჩვენი ტერიტორიები წარწმეული აქვს. ჯიგარი. თუ დააბრუნებენ, მე წავალ. მაგრამ ისე თუ გაინტერესებს რაღაცები, მოგიყვები ყველაფერს არა პრობლემა. 12 წელი გავატარე მან კლუბში ბოდიში თქვენ. ხო, ცხოვრობდი იქ, გავიზარდე. სამწუხაროდ. დაკარგული აქვს თუ არა აღფრთოვანების შეგრძნება ახალი ადგილის მონახულებისას. გააჩნია ქვეყანას ხშირ შემთხვევაში კი რა. თუ რაღაცა განსაკუთრებული არ ვნახე, ისე დაკარგული. ეხლა ბულგარეთში რო ჩავიდე ან რაღაცა მსგავს ქვეყანაში, სადაც ისეთი განსაკუთრებული არაფერი არ არის, ვერანაირ აღფრთოვანებას. ხო რა, ხო, რთულია რომ რამე განსხვავებული იმას. ხო, აი ძალიან უცხო უნდა იყოს რომ აღფრთოვანდე და ეგეთები ნელ-ნელა მცირდება. სოფლიოში რამდენი სახელმწიფო? 184-ია, ხო მე მგონი. 197. ხო და რამდენში ხარ შენ ნაყოფი? მე ვარ ეხლა ნაყოფი 74-ში. ვაუ. ანუ ყველაფერი წინ არის. ჯერ ყველაფერი წინ არის, ბევრია სანახავა. მერე ისინი ექნება რა, ჩრდილოეთ კორეა განთავისუფლების მერე და რაღაც ეგეთი ისინი ექნება. გადავმეორე. მეორე წრეზე უკვე. ყველაზე საინტერესოდ და შედარებით იაფად სად მოგზაურია. ამ თქვით კვიპროსი ხო. ისე მე ყოველწმინდა და საბერძნეთში წავსვლა. ბიჭო, მაგრამ საბერძნეთსაც გააჩნია ხა მიკონოსი არ არის იაფი, საწაფალ მაგას გააჩნია. სალონიკი იაფია. ხო და რაღაცა ანუ მე ზოგადად არ ვარ ძალიან კომფორტის და იმის მოყვარული რა, რაღაცა არის ხა და თავზე მევლებოდნენ. საშუალო სასტუმრო იყოს, ნომერი იყოს, ნორმალური, ადეკვატური და რა. მე არ მევასებეს ლაქშერი ცხოვრება, ზოგადად ისე რა მირჩევნია, ბევრად ისე ჩვეულებრივად რაღაც მგონია რომ ამასთან ერთად უფრო მეტი ხალისია ხოლმე რა, რაღაც უფრო თავისუფლად ხარ რაღაცა. ჰა? ჰოსტელი თუ გიცდია? არა, კარავი. არავე, ანუ ეს ჰოსტელში მე ვერ წავალ ფიზიკურად, იმიტომ რომ მარტო მომიწევს მაინც ოთახში ძილი და რა აზრი აქვს. ხო, იმ ეს ერთი ჩაძენება და გავაქცევ ყველას. მარტო იქნება. კაი, პლუსი რაღაც პონჩი რა. კარგია ეგ. ცოტა ეხა ერთკვირიანი ლაივი ხო ქონდა და ბიჭებს იქ რაღაც ერთხელ მე მეძინა და ლაივში კალები იყვნენ, ტატოს ეძინა რაღაცა ცოტნეს არასდროს არ ძინებია ლაივში, იმიტომ რომ შემზარავი არის. მადორი მიზეზი იყო, ჯერ ეგეთი შემზარავი ვარ და მე მეორე რომ ბიჭო, ანუ პიჟამოები ქონდა დათრეული ერთნაირი ფერის და ფორმი, ერთნაირი პიჟამოები რა და ლაივში რომ დაგეძინა, ანუ ეგ პიჟამა უნდა გსმოდა და ბიჭო მე დიდი ვარ და მცხელა ხო ხტები და მე პიჟამაში ვერ დავიზინებ და თუ ძალიან გინდათ რომ ტრუსიკით ვეკდო რაღაცა ესე ვიცი ეგ ლაივში კი ბატონო მე მგონი ბევრი ხალხი არ გვიყვარს ცოტა იმით ტრუსიკითეთ არო ხრინავს აი ნახვებს დადებდი სერიოზულად იქნება კონტენტი ვისაუბრეთ მოგზაურობაზე რაღაცაზე და ეხა სოსო სხვა რაღაცებზე ვისაუბროთ რა მუსიკას უსმენ ახალ თემებზე გვინდა რომ რა მუსიკას usmen კლუბური მე მართლა მაინტერესებდა კლუბურები ბარებში მე არ დავდივარო არცად მე არ დავდივარო კლუბებში დავდივარ ბარებში მე ვისწრაფი ლუდის ხო აბები გულისხმე ხო მართლა კლუბური მუსიკა გევსება ანუ იმაში რა ქვია თვითმფრინავში რაღაცა ეგეთი რაღაცები აქვს ჩართული რომ უსმენ ხოლმე პროსტა ის შემთხვევაში კი ხო არ ველოდი მაგ პასუხს საერთოდ ისე ხო რაღაცა მეც მეგონა რომ უფრო მე მეგონა რომ ძალიან დიდი აფუძნებთ როკს მიპასუხებდა რა რეპიან როკი მეც როკის და სხვათა შორის ჰიპ-ჰოპსაც ამ ბოლო პერიოდში პიპი პიპისაც კი უყურებ ხო ანუ რადგანი არ გამიმაზავს არც ერთი ჩვენ დაიწყო სტუმრად მანი იყო მადლობა ბანის თუ გიყურებს აქ ძალკე მოკითხვა კაი ხა მართლა რაც გინდა და ისე კითხე ბიჭო რაც მინდოდა არა ანუ უბრალოდ თემა იყო ყველაზე ცინცხალი ესე რო ვთქვა და სკანდალური მედგალა რო ჩატარდა რა მედგალა მე რა ლამაზი ზმანებით რო დადიან რა ასენი ცნობილი ხალხი ხო მე იგი ყო რაღაცა ხო არ მიგიდევნებიათ ხო სურათები ხო არ გვაქვს ვალი ფორმულა 1-ის რამდენიმე ტიპი ვნახე ჰამილტონი იყო მე მგონი და ჰამილტონზე ვთქვი რომ კარგად ეცვა ჩვენ ლაივში ვნახეთ შენც იყავი გამოსული ლაივში ვეცადეთ და რეაქტებას იდეაში ვის რა ეცვა რა და იმებს ვარეაქტებდით ვისაც ვცნობდით ხო აი რიანა
ურსულად არის? კი, გახლავთ. ან ვინ დააფეხძიმა? ან შაურმა ნაჭამი არ ვიცი, რა. ლალი შერი ყავი? დაუ ლალი? ანუ ხო და ბიჭო აი ამას რო უყურებ ხოლმე. თან ეს ზმანი ეხა ეღირება დარწმუნებული ვარ რაღაცა ერთი. ჭვაკ ანუ ის იმიტომ იცვამენ ესა ანუ ვინ უფრო რაღაცა სკანდალურად ჩაიცვამს და ვიგენერატების ყროვა, აი რა, იმენა მე არ შემი აი რა უკანა არ შემიძლია რა. ბიჭო, ვიღა აუ ფანტაზიური ბრუნო მარს გამახსენდა პირველი ბრუნო მარს როიალს ამ ამაზე ხა ბევრი სტატია დაიწერება და ჩემი აზრით შედგა რა ამის გამოსვლა ამ იმაზე კლიპში პიანინო მართლა ხო მაგრამ ბიჭო რაღაცა ან ეს რაღაც პონჩი ხო ვაიმე როგორი შინაარსიანი ისეცო აი აროჩ მოხვედა იატაკი ამას თელი ეზო მოაქვს დაასვენე და ხო ბარემ გამოწმენდილი იქნება და ეგ არის რა ეს მიდან თეცრო ოცხეზე როგორ ვერც მომშეჩემ მაგას ვერ ვიცოდი ეგ რომელიც ასე არ ვარ ვინ არის? როგორ ვერ იცანი? ეს ესე იყო? აი ეს მაკრანახი ხო ეს ვინ არის? ეს არის ფორმულა 1-ის ვიღაც, ხო? არა, სხვა ტიპი. ის არის. ჰამილტონი ვნახე კიდე. ვაუ. ჩაფხუტი დამივასა ძალიან. ესეთ რაღაცებს დიახ. ხო და წარმოიდგინე ახლა ამას ხო ჩალიჩობენ. ეს ხო არის რაღაცა ბომონდი და კამანდა და ზმანები. ბიჭო, მან ხო ეს დახრენაფული. ყველაფერი რაღაცას ნიშნავს. ახლა ამან რო რაღაცა აქ მიიკრო რაღაცა ის პატარა სტიკერი, ეს ნიშნავს, რომ იქით პიანინო რო ხონდა ზურგზე აი. პიანინოთიც რაღაცა აღშფოთებას გამოხატავდა პატარა. ეს არის სელებრიტები, რომლებიც უშუალოდ წითელ ხალიჩაზეს გაივლიან და დაასწრება. და ვაფშე რა ხდება მაგას ალგე ვიკითხავ, მაგრამ დაასწრება როგორც მაყურებელს ჯდება ერთი კაცის ადგილი 75,000. რა შემფიხებია ეს შემოწადე და ევრო თუ დოლარი. და თუ 10-ნი იქნებით ფასდაკლებას გიგეთებენ და 150,000 დოლარად გიგეთებენ. შემდეგ იმას მეტგალაზე რომ ჩაერთო. რამდენი კომპანია უნდა შემოვიდეს სპონსორად რომ მეტგალაზე წახვიდე. და ტელევიდეო კომპანიები მოვაწყო. ყველა ქართული კომპანია ერთია. წარმოიდგინე ამ ხელა. მაგრამ დაზღვევა აქ რასტო. და რა შვები მეტგალაზე აი პროსტო მაინტერესებს მეტგალა ვიცი. დაზღვევას მიმართავ რა გუნდიშას დავაზღვიოთ შეიძლება. გუნდიშას ძალიან უნდა რომ დააზღვიოს. ჩემი დაზღვევა ძვირი დაგიждდებათ ასე რომ არ გინდათ. თუ რამე მე გაზღვევ ხო? მეტგალაზე რა შვებიან მე? აი ვინმე ვიცით? მერე კიშკაობენ ხოლმე. იწელავენ. წელავენ. ბიჭო, ისა გალაფურსეტი აქვს ბოლოს და აი რამხელა მარაზმია რომ კაცმა არის მეტგალა რისთვის წარდება. მე ვერ ხვდები იმით როგორ უნდა გაწელონ მერე. აი რაც ამშვენად ხოლმე როგორ უნდა გაერთო აი. სადღაც რომ მიდიხარ და ისინია ხოლმე გადაობა. კიბეებზე რო ვერადიან ხოლმე ძალიან ვიწრო კაბები რო აცვიათ ხოლმე დამოღებული გაქვთ ვიღაცას რო აქ პროსტო დაცვის ტიპებს რო არ უნდა პინგვინები ვიხოთ ესე რომ უნდა აგიტანონ ძალიან ცუდია ვალე მთქვა რომ ტუალეტში რომ უნდეთ გასვლაო რა შვებიანო აი ეს ახლა გადაამრავლეთ 1000-ზე და რასაც მიიღებთ აი პიანინოთი რო დაჯდეს უნიტაზზე აი როგორ ხდება იხსნის ალბათ ამ პიანინოს შეიძლება ჩამონტაჟებული ქონდა უკან რამე ის ამ თელი საღამო ხო ეგრე უნდა იყო რაღაცა პერიოდი და რავი რა ის აქვს რა ქვია რომ დაუგრავთ და გამოდის უნიტაზი პიანინო როიალიდან მაგრამ შენ აი მაგ როიალში სასმელი რო იყოს რამე არ გაგისწორდება არ მინდა მეგავა მე მირჩევნია წავიდე მეგობრებთან ერთად მიგდებულ ბარში სადმე დავლიო ლუდი სამაგეროთ სიყვარული ჩახუტება და ამბავი რო იქნება აგიმარჯვეთ მეგობრებო გენეცვალე აი ჩემი ცოტნე როგორ შემოგევრი რომ მომაწვება ხოლმე ვერ ვჩერდები. რამდენი რაღაცა არის კიდე თემა განსახილველი და რატომღაც ლალიმ ჩამიწერა TV-ში რომ ვიღაცა ქალმა გველი დალიაო. ხო, გველი დალია ვიღაცა ქალმა. მასე პროსტა. გველი დალია. ძალიან გამიხარდა რა. რაც უფრო მეტ გველს ნახავ. დალეულს, გაფართხალებულს, მით უფრო ბედნიერი ვიქნები. მე ვერ ვიტან გველს. რა წერია ეს აქ? გველი დალია, სქვია. ბიჭო, ნახე. გველი ალაირა. ბარში იყო და ზევიდან გველი ჩამოვარდაო. ჩავარდა ჭიქაში. ჩავარდა ჭიქაში. რამხელა გველი იყო ჯერ. მაგას ამსახველი ვიდეო ან რამე არსებობს? აბა ჭორი რაღაც მოიგონე ხო აშკარად. შეიძლება ვალის დალეულია. აი შედალიე? რომელიც ესოსაც ვკითხოთ ეს რა ქვია. სადღაც რო ყოფილხარ რა? იმეებში ყოფილხარ ესეთ ადგილებში სადაც ბევრი გველი ან რაღაცა ისეთი სტრანი. მაგარ საინტერესო თემას შევეხეთ. ეხლა გეგმავს სხვათა შორის ამ ზაფხულზე ვიდეოს გადაღებას კუნძულზე იქ მანდარა. სადაც შეგონია მანდარა, მაგრამ კუნძულია ერთი ინდონეზიაში, სადაც ბინადრობს
სამეფო კობრა და მაგის გარდა ძალიან ბევრი შხამიანი გველი რა და survival ვიდეო უნდა გადავიყო. მაგრაულის და მე უეჭველი უყურებ. უკვე ტიპი და ხერაგული მყავს უკვე ტიპი ექსპერტი გველების და მაგასთან ერთად 2 დღე უნდა ვიმოგზაუროთ ჯუნგლებში. და უნდა დავიჭირო ესე ხელში გველი. ხო. დერბით რაზე მიდის საუბარი. შხამიანი გველი. არა, მაგარი სარისკო და ისეთი ვიდეოა და. ეგ იქნება სარისკო ვიდეო, მაგრამ ძალიან ნახვად. გუნდიშა წაიყვანე აუცილებლად მაგ კონსოლზე. კი. დაზღვევა ხო გაქვს? სიცოცხლის დაზღვევაც გვაქვს. გუნდიშ წარმოიდგინე რა შეიძლება კონსოლზე და გველი სამეფო კობრა. სამეფო კობრა არის აი ძალიან სახიფათო. სამეფო კობრაზე ძალიან ბევრი რაღაც. ძალიან დიდია როგორც ვიცი. ძალიან დიდია კი და ძალიან იმის მიხედვით რომ მეშინია ძალიან რა ძალიან ბევრს უყურებ ხოლმე თან რაღაცებს გველებზე რა და სამეფო კობრა არის სადმეო ვინმე რომ მითხრას ეხა ქალაქის მეორე ბოლოში რო იყოს მე იქით გავიქცევი მეორე მხარეს ის რაღაც TikTok-ის რო არის გეშინია გველებში ბიჭო არ ვიცი არაადეკვატური ვიქნები რა ალბათ რა ვერ გეტყვი შემეშინდება და გავიქცევი თუ შემეშინდება და მე უკბენან რა არაადეკვატური ვიქნები რა ვიცი რა იმიტომ რომ ჯობია გაიქცე ხო ალბათ ჯო სამეფო კობრა ხო ძალიან ბიზნესია რა მაგე გონდიში სამეფო კობრები ხო აი სპეციალურად ჩვენთვის ამ გველზე უნდა ვინადიო წარმოგიდგენთ რა დონეზე იზიზღება რომ სურათი გააწეს და მაგაზე სულად გახდა და ერთ-ერთი იუთუბერი მიმყავს კოლაბორაციას ვაკეთებთ გიგი ანუ ყველა მოგზაურთან მქონდა კოლაბორაცია გიგის გარდა და ეხლა მე და გიგი უნდა გავაკეთოთ და გიგი ძალიან გაუმართლა შედარი ხარ გიგი სამეფო კობრასთან მოუწე შეხვედრა ანუ ვინც მიყავს ნომერი დაზღვევა უჭველი იქნება ხო გიგი ისეთი ბიჭია რომ გიგვა გაქვს რა მე შეჭება დაზღვევის გარდა არეშინია არაფერი არ უშინდება გამოწევე ხო გიგის ვიდეოებსაც უყურებ რაღაცეებს და ძალიან ისეთ რაღაცებს აკეთებს ხოლმე სიგიჟეებს და რაღაცა ძალიან კაია. მე მგონი რომ გადაურჩებით, იმედია გადაურჩებით. დარწმუნებული ვარ ბიჭო, დარწმუნებული ვარ. თუ კარგად იქნება. თუ არა და ის კონსოლის ლოგად იმპორტული ლოგაცია იქნება ახსერაში. არა, მე დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად ჩაივლის, მით უმეტეს ექსპერტი თუ მოყვებად და რაღაცა და მე კიდე ექსპერტი მოდის, მაგრამ დაზღვეული არ ხარ. ხო, რა თქმა უნდა, ეხა დაზღვეული რას ამბობ? დაზღვეული თვითონ მითხრა რა, რომ ული არ ხარ. რისკები არისო და ხო, მაგრამ ანტიდოტი და რაღაცეები ხომ იგავთ მაინც ყოველი შემთხვევისთვის. პაკეტი გაზარდე. მან გასაზრდელია. Короче, მე როგორც გველთ მწოდნე, გეტყვით რომ თავარია ფეხი არ დაადგათ. ხო და ეგ არის რა მაღალყელიანები უნდა გეცეს. ხო და ისინი რა, რო არ ატარებს რა, ნაკვეს, მაგრამ ბიჭო, ცუდი ისა ჯუნგლებში რო ხარ, ჯუნგლებში ხარ და ერთი ღამე უნდა გვეძინოს რა მანდ. ხო, კარავიც ესეთი გექნება გვერდ გამწე. არა, ის ისინი ჰამაკები რო არის დახურული ჰამაკები, ეგ არის იდეალური. ხო, ეგ გველს უძლებს. უძლებს. იცის ყველა. ბიჭო, ისინი ხო არის ძალიან ბევრი რაღაც არის თავდაცვისთვის რეალურად, აქაც იყენებენ ძალიან ბევრი რაღაც, რომ მოასხავ ირგვლივ რაღაცას და ფიზიკო არ მიდის რა, ნუ ნებისმიერი ქვეწარმავალი რა და არის ბევრი რაღაც თავდაცვის და იმას ეცოდინება ალბათ რა ვიხე. მე ვიდეოს უყურე რა, ეგ ტიპი და წყალში გადადიოდა ფეხზე შემოეხვია გველი რა, ძალიან დიდი. და ვინც იუთუბერი ვისთან ერთად იღებდა იმას თხოვდა დახმარებას ეს გველების ექსპერტი. რაღაც მომენტში აგრო პითონია შემოყვეული და გველების ექსპერტი რომ მაგას გთხოვს დახმარებას არ როგორ უნდა. ბიჭო რა იმედია არ მოხდება ეგეთი რაღაც. შხამიანი ტიპების თემაზე. იმედია გიგის არეში. გავიმედი იმას რა უეჭველი პირველადი დახმარების რაღაცა მოკლე კურსს რა შეიძლება რომ. ხო რაღაცები უნდა გავიარო ეხლა მთლად ბრმად არ უნდა წავიდე. ხო, ყველა ვარიანტი, თორე კაცმა არ იცის რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ თავარია რომ სიფრთხილე, ფეხებში ყურება, პაუზემოთ ყურება, თან ჯუნგლები იქნება, ხო? პოლიგონზოლი იქნება, ხო, ყველა ვარიანტი. ძალიან დიდებია. ლეგიტიმური კითხვა ყოფილა ადრე, მაგაც რო გველმა უკბინოს გახსოვს ეგ კითხვები რო იყო. ხო, ამოწევ თუ რაღაცა. უცებ დღის წესრიგიდან გაიგრება. არ გავსენებია ეგეთი არაფერი, რა გინდოდა შეჭო. გონდი, მე გველმა ძვაკაძე მოშნა, გიდს თუ უკბინა, მაგრამ კიდია. ის რა ქვია, პირველი რაც უნდა გააკეთო. როგორც ვიცი, ეგ არასტორია. არა, ხო, არანაირი აზრი არ აქვს. ჯგუტი უნდა დაიდო უბრალოდ იმის ზემოთ, რაც შეიძლება. არა, მე ვიცი, რომ ოღონდ ის რა ქვია.
შენც უნდა იულებდე არა მე დავიკითხე რომ ვაფშე არ უნდა გაიკარო ხამი გაიქცე გველი და გარბი ხარ მაგას როგმე სტავებ გარბი ხარ გიგი ძმაო აბაი გიგი ყველაფერი კარგად იქნება არ გაყევი სოსოს ისრულებს შენზე გველი ხამი შეგიძლია რომ ამოწოვო იმიდან ჭრილობიდან არაფერს არ გიზამს მართლა კი ვიცი ხო იმიტომ რომ ის არის ცილა შეჩემა და კაია პირიქით რო ჩავიდეს არაფერი მოგდის თავი ჭრილობა არ კონდეს ყბაში რა მაგ დროს რა ეგ ანუ მეც ცნობილი ფაქტია რა ზოგადად და მაგრამ ამოწოვ მაინდა-მაინც სასურველი არ არის ჯობია რომ უბრალოდ ჟგუტი დაადო იმის ზემოთ და ხო აი ამ ზომაზე ნაკბენის ზემოთ რაც შეიძლება მალე რომ ხო ნაკლებად წავიდეს ორგანიზმში შხამი და უფრო დიდხანს გააკაჩინებ რა მაგით ადამიანს ვიზეს არის ნაკბენი სოსო ასე რომ გაითვალისწინე კამარი კონდეს ერთი ზედმეტი წაღებული რომ თუ რამე ჟგუტი დაადო მეგობრებო დღევანდელი საღამო არის ბიოლოგიური შემეცნებითი ამბავი მოიცა ერთად კითხო ყველაზე დიდი მანდრა ბინადრობს ნანახი იქნება დიდი გველი სამეფო კობრა იქნება. მე ვიცი რომ სამეფო კობრა საკმაოდ დიდია, მაგრამ შეიძლება სიდიდით 3 მეტრიანი მაქსიმუმი მამრის. სამეფო კობრა 5 მეტრი 9 თუ რაღაცა და 5 მეტრი გველი რო ხდება. აი ანუ იქ რო დარო იცი რომ შხამიანია. შხამიანი ჯუნგლებში. აუ არ არსებობს. ხო და გველებს აქვს просто ერთი ის პლუსი არის რომ მეტრანახევარზე იქეთ კარგად ვეღარ ხედავენ რა, ვერ აღიქვამენ სამყაროს და ამიტომ თუ დაინახე რაც შეიძლება შორს და თუ კიდე წამოდგა და დაიწყო იმედია ჩემი რაღაცები ამ ვიდეოს არ უყურებენ რაც შეიძლება შუაში გაჩერდი იმიტომ რომ შეიძლება ისე ჩრდილოეთ კორეაში წადიო და დაანები მაგას დავი ბლაინდ სპოტი აქვს შუაში და მან უნდა დაუთხო და ერთი ვიცი რომ არ უნდა გაიქცე ხო ის ფილმებში რო ანუ ზედმეტი მოძრაობები არ შეიძლება რა ძალიან სიფრთხილეა საჭირო ძალიან ყურადღებით უნდა იყოს ამ კონსულს აუ არა მართლა ბიჭო აი ხო ეს ხო წამოსვლელი არა რაღაცა რო ქნა შეიძლება მაგრამ შუსაი ძალიან მეოსება ეგეთი რაღაცეები რა ბუნება რა მე რომე შხამია ანუ დამოხე წახვიდოდი ეგეთი სიტუაციაში კი სიამოვნებით უეჭო ანუ არ გაგველის ესეთი რაღაცა ბიჭო შიში არ მოხსარს ცხოველის ესე პირდაპირ მაგრამ ანუ ეხა რაღაცა რო შემჭამს მეწყინება როგორც მინიმუმ მეწყინება ბიჭო გაზღვევენ საწყენი მე მირჩევნია ბევრად საინტერესოდ მოუკვდე რაღაცა მოტოციკლეთით ტრიუკი გავაკეთო რამე არ მინდა მეტრიანი სამეფო კობრა რო ყბენს მეც საინტერესო სიტყვილი რა არ მინდა ძმო სადღაც კუნძულზე არა და ვიდეოთან რო იწერება და ვიდეოს გიღებენ თან დაზღვეული ხარ რო დაზღვევა დაზღვევა თუ არის მე დარწმუნებული ვარ რომ ერთ-ერთი საუკეთესო ვიდეო იქნება კიდე ეგ თუ გიქმნეს ნახვებიც კი მეტი სკანდალი ვაფშე მაგარი იქნება გიდი თუ დაგიზახას მიშველეო მაგარი იქნება ძალიან აქვე საინტერესო თემა აქვს ჩემო ლალის მომზადებული კიდევ ერთი გლოვოზე გავიგეთ რომ ძალიან უსინდისოდ იქცევა გლოვო ბოლო პერიოდიო და რა ხდება აბა ლალი ერთ-ერთმა მომხმარებელმა გლოვოსი გამოიძახა საჭმელი და 13 ლარი და 15 ცენტი უჯდებოდა რო შეიძინა ცუდი ამინდის გამო დაემატა 3 ლარი იმის გამო რომ 50 ლარის ნაკლები შეუკვეთა 2.99 ლარი და 99 კიდე დაემატა მომსახურების რაღაც მოტანის უпростоრად არა ლარი და 59 არის მაგის სერვისის და სერვისის დაემატა ხო ლარი და კაროჩე თქვენ შიქ ხომ არა გაქვთ ბიჭო 13 ლარი იქნება მაქვს 15 ლარი სულ და ის 13 ლარად შევუკვეთ საჭმელი და 22 და 60 უნდა გადავიხადო რომ მოვა საჭმელი შენ ბიჭო რა ცუდა მინჩი რომ გინდება ჭამა ძმაო და 50 ლარზე ნაკლები მე მაგრამ ესმის რომ კურიერს თვითონ ტიპს ცუდა მინჩი რომ დადის უნდა კონდეს უფრო მეტი ანაზღაურება ბიჭო 100% ანჩეულებრივი მომენტია მაგრამ არ მგონია რომ მომხმარებელზე უნდა ისახებოდეს ეგ რა და მგონია რომ თვითონ კომპანიის ზარალი უნდა იყოს ეგ და არა იმის რა აი კიდე შენ რო იძახებს არა ნახე ისედაც საკმარის პროცენტს იღებენ თან მარტო ესენი კი არ იხდიან ანუ კომპანიისგან იღებენ კიდე პროცენტს ეგრე რასაც ხიდის კომპანია იმისგანაც პროცენტს იღებს ძალიან დიდი პროცენტი აქვს მე რაც გამიგია უაზრო ზემოდან რაღაც თანხების დამატება ნუ მარაზმია რა ანუ სისულელეა ჩემი აზრით რავი ახ ბოდიში თუ ცდები მაგაში ხო აქ მარტო იმაზე არ არის თან რა ქვია არაერთი მიტანის სერვისი გვაქვს ქალაქში რავი და ქალაქში და ქალაქგარეთაც იდეაში კონკურენცია უნდა იყოს და რაღაცა მაქსიმალურად ცდილობდნენ რომ უფრო დაბალ ფასში მიიტანონ და ამდენი რაღაცის დამატება ზემოდან რა ვიცოს ეს ალბათ რაღაცა ისეთი ერთეული შემთხვევა იყო ჩემი აზრით. არა, ერთეული არა. მე მგონია просто ცუდა მინჩი რომ გამოიძახე, ბევრად მეტი ის რო არ ჩვეულებრივი პონტია, მაგრამ წარმოიდგინე ხნა რაღაცი.
რაღაც 15 ლარიანი რაღაც შეუკვეთე 30 გამოვიდა ჯამში ამ ცუდამინთან იმართად და რაღაცა და ჩერეს ამ დროს ვიღაცა ტიპი გირეკავს და ჰელო იქიდან გეუნება და შენ უნდა გადახვიდე გვერდზე უბანში ამ ტიპს მიაგნო ეგეთ შეხვდა არაერთი ხოდა ვაფშე ბიზნესი ისეთება მე ხოდა მე რომ მქონია ხშირ შემთხვევაში ცოტა ასე თუ ისე ინგლისური იციან და ერთი შემთხვევა მქონდა რომ ვერც ინგლისურად ვერც ქართულად ვერც რუსულად ვერც ეთერანზე ვერ დაველაპარაკე და ბოლოს იმაზე დამირეკა WhatsApp-ზე დამირეკა სურათებს გიგდები ხოლმე WhatsApp-ზე ვიდეო ჩავრთე და ეს ხო იყო ჩემი ვიდეო იმას წინ ხონდა ჩართული და ესეთ რაღაცებს ვაკეთებდი left მე ეგრე მოვაგნებინე სახლამდე მე ძალიან ვიტანჯები ხომ და ზოგჯერ ძალიან ისენი მხლებიან ბიჭო ნაგლები დამირეკავს sir can you come down კიდე არა მოვალე შეჩავდი რა ტიპები არიან ხო და ეხა მაგისის დაემატება კიდე რა შეიძლება რომ დაემატოს ხო მაგაზე დავფიქრდი გადასახდელი მაგისი რომ ქართველმა მოგიტანოს ანუ აი ეგ თუ დაემატება მე გადავიხდი ქართველმა რა შეიძლება ბევრად მეც გადავიხდი ოღონდ ქართულმა მოიტანოს იმიტომ რომ არასდროს პრობლემა არ ენა რო იცოდეს ენა რო იცოდეს რა ენაზე გინდა რომ იყო საუბრობის კურიერი რატოა რომ აი ეშლი ვერასდროს ვერ მოდიან ისე რომ არ დამირეკონდა ქართველი ყოველთვის ემოდის რომ კარებამდე მოაქვს ისე რომ საერთოდ არც კი რეკავს ანუ ვიღაცა შეიძლება გუშინ წინ არ ჩამოსული და ვაფშე აზე არ არის არაფრის რა ვერ ხვდება იმეებს რა აგრებს ეგ ხო კომპანიის პრობლემა ეგ სახელმწიფოს პრობლემა ნაკლებად სახელმწიფოს პრობლემაც არის მაგრამ პარალელურად კომპანიის სტრუქტურის თემა არის ეგ რაც აქვს დავწყობდი ორნაბიჩში ერთი პერიოდი ბევრმა იცის დარწმუნებული ვარ მაგრამ მაინც მენეჯერი ვიყავი ბახტრიონზე და მომიყვანეს კონსულტანტი რომელმაც არ იცოდა არც ქართული არც რუსული და არც ინგლისური რაინაზე როგორ აუხსნა ეხა ამ ტიპს რომ წადი და მაწვნის ვადები გადაამოწმე რა თუ და მაგ პერიოდში ხელოვნური ინტელექტიც არ იყო გამიტანებული რომ ამას უხსნი ჯერ რძე მაწონი როგორ კეთდება შანსი და მე გიჟეთი იყო ძმო რა ხო და ეგეთი რაღაც არ შეიძლება რა ანუ მით უმეტეს როდესაც მომსახურების სფეროში მუშაობ ხო თან ცოტა ის არის უსამართლობა მგონია ბიჭებისთან ვინც ქართველები მუშაობენ იქ რა იმიტომ რომ ბევრად კომფორტულია მათთან ურთიერთობა შენთვის როგორც მომხმარებლისთვის და ძალიან ცუდია შენ როგორც მომხმარებლისთვის ვიღაც უცხოელ ტიპთან ურთიერთობა რომელმაც არის ის მართლა ალბათ დაბალ ხელფასზე პრობლემა არ აქვს მე მგონია რომ ერთი და იგივე იქნება არ მგონია რომ არა ეხა ერთი და იგივეა მაგრამ ალბათ ისინი რომ შემოვიდნენ ხელფასების დაიწია შეიძლება ხო და აქვე ანუ რასიზმში არ შემოგვართუნა ყველაფერი ანუ მაგაზე არ ვიცი თქვენ თუ გინდა რა უკნა არა ბიჭო ანუ არ მაქვს პრობლემა უცხოელებზე არ მაქვს პრობლემა მაგრამ როცა საქმე ეხება მომსახურები არც ერთ ქვეყანაში არც ერთ ადამიანს არ მიცემენ უფლებას იმუშაოს მომსახურების სფეროში თუ არის ის იმ ქვეყნის ენა ანუ ეგ არა არც ერთს ვერ ვიტყობთ ნუ არც ერთ ნორმალურ ქვეყანა მოდი ესე ვთქვა არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ მიცემენ მაგის უფლებას წარმოიდგინე რომ არაპროფესიონალი იქიმთან მიდიხარ იგივეა რა პროფესიულად თუ შეადარებ ისიც უნდა აკეთებ და თავის საქმეს კარგად თუ ცუდ-ექიმთან მოხვდები შენ იმას საფრთხის ქვეშ აყენებ ხო არ არის ახლა მთლად ეგ ისეთი ის ოკეი ეს ბევრად მნიშვნელოვანი პროფესიაა მაგრამ მაინც აცნობებს კარგად უნდა აკეთებდეს რა აი წარმოიდგინე ის რა ქვია მიყავს ის ბოდიში შეგაწყვეტინე მიდიხარ კუნძულებზე გველებით სავსე და მიყავს გიდი რომელიც გეძახის მიშველეო გიდი რომელიც ენაც არის ის მაგას ვერ გეძახის არც ენაზე არ საუბრობს რომელსაც შენ საუბრობ რაღაც გეყვის ჯგუფი ყავს რაღაც და ვერ გაიგე რა არის არა და გითხრა აგარ გაიარო თორე 10 გველი შეგჭამს და შენ სადიქი გაიარე აქვე შეგახსენებთ რომ ჩვენი წარმოდგენია ლუდისა და ჩვენი მეგობარი ლუდი არის ბავარია დიდი მადლობა მათ გვერდში დგომისთვის და გეტყვით რომ აუცილებლად იაქტიურეთ მეგობრებო ძალიან კარგად მივდივართ გამომწერები კარგად გვემატება 20000 გამომწერზე გარკვეულ ღონისძიებას გვიგმავთ. სოსო წაგიყვან შემდეგ ვიდეოში გველებთან ერთად. და იაქტიურეთ, გამოიწერეთ არხი და ალაიქეთ ვიდეო და იყავით ჩვენთან ერთად. დაგვიკომენტარეთ, კომენტარები უნდა წაგვეკითხოთ, ეს უნდა აგვერჩია, ხო, ეგ არ დაგვავიცდეს. და მანამდე გიორგი ჩაუტარებს სოსოს. ძალიან საინტერესო quiz. ესეთ quiz ვატარებთ ხოლმე, ქონდა თუ არა
დიდარი ბავშვობა. დიდარიან ღარიბი, რომელი იყავი რა? მოდი პირველი დავიწყო რაუბანში ცხოვრობდი შენ? გლდანში. ხო, მე მახსოვდა იქ და ის მაქნანახი სკეიტბორდით გევასება, კიდე რაღაცებს აკეთებდი. მე კარგად ვერ ვისწავლე სკეიტბორდზე გადავარ, ძალიან მევასება. იმიტომ რომ დებილია. ძალიან მოგიტეხია. კი. ხელი. დაზღვე არ ქონდა მაშინ. სამწუხაროდ მაშინ არ მაძლევდა. მირმემ გაუკეთეს გულიშას დაზღვევა რა. გადაგოაყოლა. ბიჭო, მაგარი დაზღვეული რო ხარ. ასორებს. ბავშვობაში საკუთარი საძინებელი ქონდა? ანახე 8 კითხვა. 4-ზე თუ 4 პასუხი გადაწყვეტს რა, აქეთ იქნება, იქეთ იქნება, შენ დიდარი თუ ღარიბი ბავშვობა ქონდა. საკუთარი საძინებელი თუ ქონდა? არა. სახლში საპირფარეშო 1-ზე მეტი ქონდა? არა, 1. კარგად მიდი. კარგად მივიწე. გლდანიდან ჩემი აზრით ყველაფერი ნახე. საიდან დაიწყო ბიჭო საძინებელი ახლა საპირფარეშო, ახლა დაზღვევა აქვს. ხედა, სადამდე მოვედი? შენ სახლს დასრულებული სხვენი ან სარდაფი ქონდა? ანუ რამე ისეთი ქონდა, რაც სად იყო ხვედი და კაი ცხოვრება. მშობლებს სახლში სამუშაო კაბინეტი, ოფისი ან რაღაც გამოყოფილი ისეთი ის ქონდა? ოთახი არ ქონდა დაისი. არა. სკოლაში ფულს გატანდნენ? ფონდის ფულს 2 ლარს ხალხთან კი. აუ, შენ ხო, მამეთ მაგ დროს მოგიწ ფონდის ფულს. ფონდის ფულს არა, საუბარია იმაზე. არ მიიტანდი და იმაზე საუბარია, ანუ შენთვის რა. რო რამე მეყიდა? ხო, ბუფეტიში რო რაღაც. ბიჭო, იცი როგორ იყო? აი ფენოვანს ვერ უკაჩავდნენ და პერაშკს კაჩავდნენ. პერაშკი ხო. 24 კაჩავდნენ. ხო, 25 25-ის არის ხო, სოსოთა. ხო, არა, იგი ფენოვანი ღირდა 50 და ცოტა ისეთი იყო რა, ჰაი კლასი. და 24 ღირდა ეს ღვეზელი და გეტყობა წონაზე სხვათა შორის რომ ფენოვანს ცოტრეს ვერ კაჩავდა მამით, მაგრამ ცოტას მე აკრეფილი არა, ჩვენ ფენოვანები არისო რუსეთში. რუსეთში? და იყო კიდე ენა იყო. ენა შაქრიანი. ხო. ეგ უკვე ის იყო რა, დესერტი იყო. ბიჭო, ხო, მაგრამ მარტო სახელის გამო არ მიყიდია არასდროს, ანუ. რატო, ენა რო ქვია? ბიჭო, ტკბილი მევას, მაგრამ ენა რო ქვია, რაღაცნაირი საჭმელია ჩემი. ველი? აი, დეთრი. ექსკლუზიური გარაჟი თუ გქონდა, თო, ექსკლუზიური რო არ ეწეროს. ექსკლუზიური სამოვიღებდი, მაგრამ სხვადასხვა გქონდა გარაჟი. გარაჟი, ანუ გარაჟი გქონდა. გარაჟი ან საპარკინგო ადგილიო და გარაჟი გქონდა? ჩემი კაი. გარაჟი ყველაზე ვერ გადავწყვეტეთ, მაინც ჩვენკენ არის ხო უფრო? კი, გარაჟმა ვერ გადაწყვეტე. არა, რაიმე სახის კომპიუტერიდან გაჯეტი თუ ქონდა მობილური ან რაღაც ესეთი სათამაშო კონსოლების ბავშვობაში არა. ბავშვობაში არა, თინეიჯერობაში? აი, სადღაც მე-10 კლასში Ericsson-ი დამითრიეს. Sony Ericsson რო იყო თუ გასაშველი. მაინც კი ჩავთვალოთ რა. მე-10 კლასი, არა, მან დიდი ხარ. დიდი ხარ უკვე. ხო, დიდი ხარ იდეაში. მაგრამ მაგ დროს კარგად არ იყო. შენზე 3 წელი დიდი ხარ. მე ბედნიერი ვიყავ. აუ, მაგრად ეხავდა ისე ჩვენ ბავშვობაში კლასში რო ვიღაცას ტელეფონი ქონდა და შენ რო არ ქონდა. მე მქონდა, ან მაშინ ბევრს არ ქონდა და არც არავინ არ მირეკავდა, ანუ ვერც ვიყენებდი, მაგრამ აი ტელეფონი რო ქონდა, ისეთი თემა იყო. არა, მე-10 κλასამდე პირველი ქონდა შენ ტელეფონი თუ როგორ თუ იყო მანამდე კლასელები დიდარი, რომელიც გეზიზღებოდა რომ Sky ტელეფონი აქვს. ზაფხულობით, სადმე დასასვენებლად დადიოდი ხოლმე, აი ყოველ ზაფხულს რეგულარულად შეგეძლო ზღვაზე ან სოფელში მარტო. შენ სოფელში გაგდებდი. სად გაქვს სოფელი? ზესტაფონში. ხო, რგადო, ხარ კვალიტი არ მითხრა, თორე გადავიდა. კიდე არა და მე მოქვს კვალიტში. ხო, კვალიტი. მე საქარა. საქარა წააგა ადგილი. კაი და ბოლო კითხვა, დაზღვევა ქონდა თუ არა ბავშვობაში? აროჩი. ოდის გამე მასწავდა ეს. კაი, ის არის. ჩვენიანი ხარ. ჯერჯერობით ერთი მდიდარი სტუმარი გყავდა, ხო? ტატო გარაჟიო, ჩემი საძინებელიო, იქით რაღაცა მე 4 სახლიო და ორი საფიქროშო რა. გაგიგვირდა. გონდიშ ესეთი რაღაც გავაკეთოთ ახლა წინა ლაივ პოდკასტზე ვერ მოვახერხეთ რომ საუკეთესო კომენტარის ავტორები აგვერჩია. ლაივში ძახი ხო სულ უკვე? ხო, უკვე აი გაჭედილია წინა 2 პოდკასტის საუკეთესო კომენტარების ავტორები მინდა ავარჩიოთ და რატომ უნდა იაქტიუროთ კომენტარებში? ეგ არის მიზეზი, რომ საუკეთესო კომენტარების ავტორებს გადაეცემათ ლუდისას სასაჩუქრე ნაკრები და ასევე როგორც ვიცი ბავარიაც ჩაემატა მაგ სასაჩუქრე ნაკრებს. 3 საუკეთესო კომენტარის ავტორები. ბევრი იქნება და ჩვენ უნდა ავარჩიოთ ჩვენი ფავორიტები? ხო, ძალიან კაი. ტურა ნამდვილად შეშდება სინათლეზე და
მოცარტის მეცხრე სიმფონია უყვარს. ეს ხო წინა სტუბარი ყავდა თემონი ქავაძე და ამტკიცებდა რომ ტურას თვალებში რომ მიანათებო ფანარსო შეშდებაო. შენ ხო რეგი არა მე ეგეთ. ჩდილოეთ კორეაში ხო არის ცნობილი ეგეთ თემოს იცნობ პირადად? თემოს პირადად არის. ნომერს მოგცემ და გველებზეც იცის მაგარი შეიძლება დაგეხმაროს. თემო წაიყვანე ვაფშე. კიდათ ხო არ წამოვა. აი მე ეს კომენტარი ძალიან მომწონს როგორც ფავორიტებში ჯერჯერობით გავიყვანე. ნიკავაძე გორილას პირდაპირ თვალში რო ეტაკოს მოვიგებთ. ცხვირის მე არ მომწონს ეს. ამ კომენტარმა თუ გაიმარჯვა, შემდეგზე შეგიძლიათ ჩემზეც დაწეროთ. თემო იმენა ინგა რამდენი გაისროლა და ყველა აცილა. ეს კაია. თემო ვერაფერი ვერ გაარტყა წინა გადაცემას რაღაცებს. ურავე ფაქტებს მე მგონია რომ იძახდა უეჭველი არასწორს იძახდა რაღაცას. როგორ ვიცი? ინგა მომეწონა ინგა. ვარჯიში სოს გისმენს ვებოდა დავიკიდე აღარ მინდა ვარჯიში кейპი მომიდა დილისაც საათზე. ჯიგარი ხარ. ჩემი ფავორიტი გამოიკვეთა. ნათელიკო. ნათელიკოს მოვიდა кейპი დილისაც. ზმებოთან. ეგეთ ტექსტ ველოდებოდი და თურმე ნათელიკო გწერს. ვისაც დალევა უნდა მარტო ვერ სვავს უბრალოდ ჩართონ თქვენი პოდკასტი. ვისაც დალევა უნდა მარტო ვერ სვავს. აქვე გაგიმარჯოთ მაყურებელო. წინაზე არ და იმის წინაზე იმენა кейპი გქონდა ჩვეულებრივი აწეული, იმიტომ რომ პავლიკა ყავდა და ძალიან საინტერესოა პავლიკა და ცოტნე ვესასი გორილა. სმაში ვინ მოიგებს? მე დავაგდებთ ბეჭებზე მე ვიცი ამის პასუხი. დარწმუნებული ვარ. პავლიკა სადღეღოლოს ვერ გაუძლებენ უბრალოდ. პავლიკა რო გორილასთან მიდის და შეჩიმა მომის პავლიკა გოგო რო ვიყო, მოგცემდი ცოტნეს ლუდიც ეყო. ქართული ესე თუ ადამიანი წეს რომ გოგო რო ვიყო, მოგცემდიო, მე მაწყობს ლუდი მეყო. ქართული ილუზიონისტიო და მე ვარ. ილუზიონისტები შეიძლება იმედი მაქვს რომ ვისაც ვიცნობ ეგარები. ეგ ამადგან უნდა ავარჩიოთ ჩვენ თვითონ. მოდი შენ იმასკენი პირველმა რომლის კომენტარი მოგეზავნა ყველაზე მეტად. ბიჭო რთულია ეხა მე წინა გადაცემა არ მინახავს. ისე ყველაზე სახალისო რომელი იყო შენი აზრით პროსტა რა მაინც. აი პავლიკა გოგო თუნდაც ეს სახალისოა კი. ცოტა ლუდიც ეყოლა. ცხვირზე შეიძლება. მოკეიფე გოგოც. მოკეიფესაც ფავორიტი. მოვარჯიშე მოკეიფე. იყო და მოკეიფე გახდა. გახადეთ. ოკეი, მოკეიფე გოგო გახდა. ნათელიკო და მოდი ვადღებიზელოთ აქვე. ნათელიკოს გაუმარჯოს. გაუმარჯოს. ალბათ ეხლაც ვარჯიშობს. გავლოცდეთ ერთად. ნათელიკო აქ რო არ მოგეგო ეხა სოსოს რო შენზე არ თქვა, მე აუცილებლად ვაპირებდი რომ ეს ყო გამხდარიყო ჩემი ფავორიტი. მე ავარჩევ ცოტნეს რო ლუდი ეყოფა და პავლიკას რო აძლევდა ქართველი ილუზიონისტების სახელით. ახში. მომეწონა. გილოცავ მეგობა რომ ვინც ხარ გამარჯვებას და მე პირველივე კომენტარი ძალიან მომეწონა. ბეთჰოვენის მეცხრეო. მოცარტი იყო ჩემი აზრით, მაგრამ ბეთჰოვენიც კაია. ბატონას ეს დამახსოვრდა. არა ტურებს ბეთჰოვენი უფრო ევასებათ და მოკლედ ჩემი ფავორიტი მაინც პირველი იყო. გელსაზარა არის ეგ. ავირჩეთ გავარჯვებულებით, ვისაუბრეთ ბევრ თემაზე, სოსოს უღრმესი მადლობა ძმაო რომ ჩვენთან ერთად იყავი, გვესტუმრე და რა ვიცი, ჩვენ რითი შეგვეძლება, სადმე თუ მოგინდა რომ გველებთან წასვლა, წამოვოთ ყველგან, არა პრობლემა ძმაო, ყველგან. რო არ იყოს დაზღვევა. რა გვიშველება. მოკლედ უღრმესი ფიქრები ხო? ეს პედაზღვევა კი. აქვე მაყურებელს შევახსენებ რომ ჩვენი წარმოგენი არის ჩიფსი ლუდისა და მეგობარი ლუდი ბავარია და მადლობა ჩვენთან ერთად ყოფნა. დაგლოცავთ ბიჭებო. გენაცვალა. თქვენ გადაცემას წარმატებები მინდა უსურვო, მაგრამ ევასებით მადლობა. იყურებთ და იმედია ბევრი გამომწერები მოგემატებათ. უღრმესი მადლობა. და ბევრი წარმატებული პროექტი ქართულ YouTube-ს. დიდი მადლობა. მოდა შევხვდებით კიდევ სხვადასხვა პროექტებში აქეთ-იქეთ. გიყვარდეთ ლუდი, გიყვარდეთ ლუდისა, გიყვარდეთ ხალხი, ვინც თქვენს ირგვლივ არის. გიყვარდეთ ცოტნეც.